მოდი რაღაცებს ვიტყვი და თუ მოვიტყუები, მითხარი რომ ტყუი ხარ. მაგალითად მე და ირაკლი აქედან რომ მორჩევით პოდკასტს, რავი, ჩავალთ აქციაზე და რავი, წამოდი შენ. რატო? აი, შენი შვილი რო LGBT თემის წარმომადგენელი იყოს და იქით ამ ხარეს ყოფილიყო. იგივე მოწოდებებს გააკეთე. რო ეცემათ რა ბაზარია. ეგ თუ არის თქვენთვის ღალატი, საღოლძმაოდ. ეგ არის როგორი არარეალისტური, ცი თვარეზეც გავფრინდეთ მაშინ. ამ ქვეყანაში ძალადობას არ ემიჯნება არა. ეხლა რა 75%-მა ევროკავშირის მომხრე. რო ჩათვალოს, რომ აი შენ რუსეთუმე ტიპი ხარ და მოვიდეს და დაგიშვას. შენ ჯერ ამერიკის ერთმა უთხარო დავარტყათო? კი. ანუ არის აი ხა მე არ მინდა რომ ამას რომელ ლექციაზე ასწავლი, შორი და რომ უნდა მოუვარო, არა კომფორტული კითხვას. არა, თავარმა პოლიტიკურმა აქტორმა მართალი აფერისტულად, მაგრამ მოიპარა ჩემის მესიჯ ბოქსი და მაგით მოიგო არ. ეგ არ გაწუხებს ჩემპიონად, რა თქმა უნდა. ვაფშე არ მაწუხებს. ვაფშე ნამუსი არ გაწუხებს ის გამო. 100%-იანი იყო 5 თვის რაც მოხდა და რო გაიკიდე და გოგოსთან ერთად ცემეთ ის ლაშქარავა. მაგით რას მიაღწია? მე ძალადობას არასდროს არ მოვდი ჩემი ცხოვრების მანძილზე. ძვირფასო ქართული ოცნების წევრებო, ყველანი ხართ მონები. მოგესალმებით ისაუბრეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი 2 ცეცხლ შუა, ტრადიციულად ირაკლი წულაიასთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და დღეს ჩვენი სტუმარია ზურა მახარაძე. გაუმართლოს მაყურებელს. მოგესალმებით, მივესალმები ზურას. ხო, ჩვენ ტრადიციულად პირდაპირ კითხვებზე გადავდივართ ხოლმე ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე, მაგრამ ცოტა ის დაზაფრულები ვართ. ნებათა ღელვა იყო, ხო? ხო, დიდი ნებათა ღელვა იყო, როცა გზაში მოვდიოდით, ეხლა როცა ჩვენი პოდკასტი იწერება, მათე დევაძეს მიუსაჯეს 4 წელიწად ნახევარი პატიმრობა და ძალიან ძიმე სანახავი იყო ყველაფერი აბსოლუტურად, რაც ოჯახი პირველ რიგში სასამართლო პროცესზე ხდებოდა და განსაკუთრებით ეხლა გომელაური და ხარება რო გარეთ არიან და ეგ ბიჭი რო ციხეშია, აი ის სამართალი დგას ეხლა ამ ქვეყანაში. ხო, ძალიან დიდხანს არ მინდა გაგვიგრძელდეს ეს შესავალი. უბრალოდ ხო, ასევე ჩვენ შეიძლება საუბრის დროსაც შევეხოთ მათ შორის კიდე სხვა რეპრესიულ ზომებსაც, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს, მათ შორის ერთ-ერთი განხილვადი იყო ეს შეურაცხყოფის აკრძალვის ბინებაც არ ქვია, ხო? ანუ ცუდი რაღაცეების თქმის აკრძალვის კანონი და მე ვარ ხოლმე მომხრე ზოგადად, რომელიც კანონიც არის უსამართლო უნდა დაარღვიო. ჩემი ცხოვრებისეული პრინციპია, რომ დისტანციურად არავის არ ვაგინებ, იმიტომ რომ მგონია რომ ეს არის არასწორი. ადამიანური იაღლიში მოუვიდათ, ბიზნეს არ ეხება ეგ კანონი. ხო, მაგრამ აი სინამდვილეში უფრო დიდი იაღლიში სხვა რაღაცა მოუვიდათ, მაგაზე თუ გინდა მე ვილაპარაკო. აი გადმოვა რა მაგაზე, მაგრამ მინდა რომ დავარღვიო რა, ეკანო არ შევიგინებ ჩვენ მაყურებელს ცემე ხა პატივს, მაგრამ მონებზეც აქვს თქვენი პრობლემა და ძვირფასო ქართული ოცნების წევრებო, ყველანი ხართ მონები. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, სხვები თავის პოზიციას რა თქმა უნდა იტყვიან აქ თუ სხვაგან, მაგრამ მონები ხარ, ეს არ არის მხოლოდ რაღაცა შეურაცხყოფის მოყენების კუთხით ნათქვამი. ჩემი აზრით, თანამედროვე მონები აღარ არიან სტამბულის ბაზარში რო იყიდებიან ან ბენხურის ტრიუმფში რო სხედან. თანამედროვე მონები არიან ზუსტად ისეთი ადამიანები, როგორებიც ხართ თქვენ და ყველაზე უარესი ამ ამბავში ის არის, რომ მონის მონები ხართ. ხო, ამაზე მეც აღარ გავაგზავნებ, ამას დავდებ Facebook-ზეც და დამიბარეთ სადაც გინდა. სხვათა შორის ახლა რახან დაიწყეთ მაგაზე. მოდი აი 1-2 სიტყვას მეც ვიტყვი. თქვენ ხო გაქვთ რაღაც თქვენი ბაბლი, ხო? აი თქვენი რაღაცა მიმართულება, რომელსაც თან ძალიან არესიამ უნდა მე რომ დამიძახით, ხო და იქით არის რაღაცა ჩვენი ისე რო იცოდე, ჩვენ სხვადასხვა ბაბლებიდან ავართ მე და თორნიკე და ირაკლი უფრო შენ ბაბლის კენარი, მაგის თქმა გინდა და არა. შედარებითია თორე მერტმა დაგიფაროს. ყველას რავი ღმერთმა რა დაიფაროს ეგ გადმოვიდეს სწორ მხარეს. მაგაზე მაგალითად აი ჩვენი პერსპექტივიდან გეტყვი რატო არის შტერობა ოცნების მხრიდან. სულთა ტექნიკურად ახსნი რა, სამართლიანობის თემა რო ჩააკეცო ტექნიკურად ახსნი. ნახე მაგითი ოცნება მიქარა ტექნიკურად რა. ადრე აი ვიღაცები მაგალითად ოცნებას რო აგინებდნენ, ოცნებას შეეძლო ეგრე ჩამდგარიყო პოზაში, რომ ძაღლი ყებს, ქარავანი მიდის. ეხლა რახან მაგაზე დაძაბა და თქვა რომ ჩემი გინება მოვა პოლიცია და შეიძლება უცებ ნახევარმა საქართველოს შეაგინდოს და დაჭერა მოუწიოს. არა, დაჭერა არა, მაგაზე მოდი კორექტულად ვთქვათ, მაგაზე არის ჯარიმა, მაგრამ მაგითი რა მოახდინა ქართულ მოსმენამ, რა მიქარა სათავისოდ. ანუ საკუთარ თავზე
შეტევის მექანიზმი თვითონაა ამუშავა. შექმნა თვითონ. ანუ სუფთა პოლიტექნოლოგიურად იმას რომ თავი დავანებოთ რა კაია, რა ცუდია. სერიოზული გინებას არ გუშება შეგინები კიდევ ქართული ოცნების მისამართით. ისე გინებაზე 60 დღემდეა მე მგონი პატიმრობა. ხო, მოიცა რა. რავი, იდიოტებიც მიძახია მაგათვის, სამშობლოს მოღალატეებიც მიძახია კონკრეტული ქმედებების გამო, რავი, ხა არის რაღაცები, რომელიც ჩემი მხრიდან, მაგალითად, ჩემი ფლანგის მხრიდან მაგათი მიმართულებით ითქმება, რომ რავი, ახ დასავლეთის მონები ხართ. შენ რო კობახიძეს აგინო, მაგაზე ჯარიმა, მაგრამ კობახიძემ რო შენ გაგინოს, მაგაზე არაფერი არ არის. კონკრეტულად თავრობის გინებაა იკრძალა. ეგ როგორ შეურაცხყოფელი რაღაცა არის, იცი? და შენ არ გიდო რაღაცით შეეწინაღლა. ეხლა მე რავი მონა დაუძახე რა. არ ვიცი რაღაც ეგ ხო გაწუხებს და თვლი რომ არასწორია, ხო? და არ რაღაც კითხვის დასვა მინდოდა, ეხლა ისე შევედით ლაპარაკში, ორგანულად შევა, კარგიც არის, კაცო. შეიძლება კი კარგი არის. უბრალოდ იცი რა მაინტერესებს ეს რაღაცეები. ეხლა ამ მათეს თემას უკვე ვახსენეთ. ასევე არსებობს შენ ხა მოვლენებს თვალს ადრევ გიორგი ახობაძე გაგებული გექნება თუ არა და მოკლედ გეტყვი ხა შეიძლება იმდენი პოლიტპატიმარია სახელი არ გახსოვს ექიმი რო რომელსაც ნარკოტიკი ჩაუდეს. ეხლა ჩემი აზრით და ძალიან დასაბუთებული აზრია თუ ვინმე ზუსტად იცი რომ ჩაუდეს. აი ეგ გეტყვი ჩემი აზრით ან იდიოტია ადამიანი ან სხვანაირად თქმის საშუალება არ აქვს როცა თუ მაგაში ეცუ შეიტანს და რატო ანუ ადამიანი რომელიც დედას აგინებდა TikTok-ებში ქართულ ოცნებას ყოველ დღე დადიოდა აქციებზე და თვითონ იძახდა რომ აი ხა ველოდები რომ დღე-დღეზე დამიჭერენო ეხლა მე თუ ვიფიქრებ რომ ის ადამიანი ჯიბეში წამლით მივიდა აქციაზე დებილი უნდა ვიყო მე ესე უყურებ ეხლა შეიცი მე ისეთი შტერობები მაქვს ნახე ამ ქართულ პოლიტიკურ პროცესში რომ თლად ნუ გამორიცხავ კვესტობები ხდება დამიჯერე გამორიცხავზე არ არის ეხლა მაგას 100% ვერავინ ვერ იტყვის მაგრამ მომენტები საღი აზრი ეგ არის ხო და ეხლა შენ ეგ არის ჯობია რომ სახიფათო რამეს ამბობ იმიტომ რომ რო დაჭირდეთ შენი გუნდის რომელიმე წევრს ასე ეგრე ჩაუდებენ და მაგაზე ცოტა ფიქრობ ჩვენ ალბათ უფრო იარაღს ჩაგვიდებენ ხო რა მნიშვნელობა აქვს ჩაგიდებენ ახლა ჩადებას ანუ ნახე რაზე ვამბობ ეხლა სახლიდან კიდევ ვიღაცა იფიქრებდა რომ რაღაცა ის სახლში ადამიანი რომელიც ელოდებოდა რომ მან რო პოლიტპატიმრებს ვისაც თქვენი ფლანგი ეძახის მაგაზე მე რატო არ ვნერვე არა მე ეხლა არა მივივალ ეხლა კითხვამდე რა ანუ ჩემი აზრით ბევრი რაღაცა ამ პროცესში რასაც ოცნება აკეთებს პირდაპირ შედარებაზე არ მივდივარ შორს წაგვიყვანს ნაციონალურ მოძრაობასთან ბევრი რამე არის ისეთი რასაც მეც და მე როგორც ვიცი შენც და ირაკლიზე რო ვიცი აღარ შევეხები მაგას საერთოდ აკეთებდა მიშას ხელისუფლება რის გამოც ჩვენ როგორც ვიცი მიდექით 2012 წელს აქციებზე და მანამდეც ხო და ამ პროცესში ზუსტად მაგ ტექსტს ვამბობ რომ რავი ერთადერთი თქვენ ნაცებისგან განსხვავება რაც დაგჭათ ქართულ ოცნებას რანაირადაც მიყვებით ანუ პიროვნების კულტი ჩამოაყალიბეთ კანონი ფეხზე დაიკიდეთ რასაც ამბობთ ვერ პრავდება კანონები ისეთი მიიღეთ რომ რავი ცოტა გიჟობებზე წავიდა ეხა ამ გინების თემას რასაც შევხვდით ჩვენ აი მაგალითად მე და ირაკლი აქედან რომ მორჩევით პოდკასტს რავი ჩავალთ აქციაზე და რავი წამოდი შენც რატო რომიტომ შენს არ მოგწონს ხო რაღაცეები ნახე არა შენი აქცია გააკეთე კაცო არ გეტყვი წამოდი თქო შენ ხო გააკეთე ძალიან კაი კითხვა და მოდი ახლა აგიხსნი რა პირველი მაგ აქციებს დედა ეტირა უკვე და ყველა ხვდება მოდი რომ დედა ეტირა და არაფერი მარგი ქმედების აქციების პროტესტი თქვათ მოდი ეგ ერთი ის 100,000 კაცი რო 21 წელი ის 100,000 კაცი არ გადაუნაწილე არსად ძალიან მარტივი არის რა ტიპა რაღაცა პროტესტის 197 დღე და ისევ გადავკეთეთ დედა ეტირა მაგ პროტესტს ეგ არის ობიექტურად ხა აქეთ ფლანგზე ხარ იქეთ ფლანგზე ხარ აღარ მუშაობს დედა არ ეტირა არაფერი პროტესტს რო დედა ტირებოდა ოცნება ესეთ პანიკებში არ იქნებოდა პირიქით კაც ოცნება რო ნახარო ეგ არ გადადის მაგ იმაში მით უფრო მეტს აძლევს საკუთარი თავს უფლებას ხო ანუ ტიპებმა საკუთარი ლანძღვა აგიგზალეს ეგ ხო არა გონიურულია რო თქვა რომ მე რატო ადამიანი აქციაზე იდგებოდა აქციაზე მაგას ძალიან მარტივად აგიხსნი რა მაგას აქ ძალიან კონკრეტული პოლიტოლოგიური ახსნა ოცნება რო არ მევასება მე თქვენი მაგის ახსნა გაქვს თქვენი აზროვნება თავდება მან აი არ მევასება ოცნება всё მე მაგას მეორე კითხვასო ოცნება უნდა ჩანაცვლდეს ოცნება ვისით უნდა ჩანაცვლდეს ხო და მანდ მე რო ლაპარაკს ვიწყებ არავის თქვენ ფლანგზე არ ევასება მაგრამ მოდი რაღაცებს ვიტყვი და თუ მოვიტყუები მითხარი რომ ტყუი ხარ თუ სიმართლეს ვიტყვი მაშინ გავაცნობ მოდი შენზე ვილაპარაკოთ შენზე ვილაპარაკოთ რატო არ მაცადე დაამთავრე მოგეთ ცოტა მოკლედ მე ვარ ტიპი რომელსაც ნაცები მაგრა არ მევასება და ოცნებაც მაგრა არ მევასება ხო რო უყურებ ეხა ოპოზიციური ფლანგი არ გევასება ოცნება ერთ თემა რა ბევრ რამე შემთხვევები კაცო
ეგრე ხა შეიძლება შენც რა ბევრ რაღაცაში ემთხვევა ოცნებას ჩემი გადმოსახედიდან. მაგას ოცნებას რამდენი რამაში ემთხვევი, იმდენიც არავის არაფერს არ ემთხვევი. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. თქვენი და ოცნების მესიჯ ბოქსი პროდასავლელობაზე ჩემს ერთნაირად სისულელია. მესიჯ ბოქსები მე არ მაქვს. მესიჯ ბოქსი არის პროპაგანდისტული, უფრო შეიძლება შენ გქონდეს, იმიტომ რომ თან ნახე რაში არის საქმე. მე რო უყურებ იქ ვინ არის მე ვხედავ რომ აი მაგ პროტესტმა თუ მოიგო, რაც არ უნდა თქვენ იბაზრო კოალიციური მთავრობა რაღაც დაბალანსებული, მან ორი მთავარი პოლიტიკური პარტია არის ნაცმოძრაობა და მაგაზე მეტი ვინც აიღო, ეგ არის მელია გვარამიას ტანდემი, რომელიც ზუსტად იგეთივე ნაცები არიან, ანუ მან ჩანაცვლება ხდება ეგრე. ეს არის ოცნების ის, იმიტომ შეგადაა. ეგრე როგორ არის ახლა გახარიამ და ლელო მაჯობეს. არც გახარიამ და არც ლელო. ერთად გახარიამ და ლელო ჯამში, ნახე? მაგიტო დაკავშირე ოცნებასთან, ეგ არის ოცნების ნარატივი. მათემატიკა როგორ არის? მათემატიკას ყველას ნარატივი კიდია. მათემატიკა არის ეგეთი. პირველზე არჩევნებში გავიდა გვარამიას ეგ ვიცით ყველა მათემატიკა ეხა მანიპულირებ, იცი რატო მანიპულირებ? პროტესტი შენ ეხა ლაპარაკობ არჩევნებზე და მე ლაპარაკობ პროტესტი ვინ არის? პროტესტი ისეთი ხალხი არის, ნაცებს არ უშვებენ იქ, რომ მიკროფონი არ მოიტანოთო და ვიღაცება ნაცმაქალებმა რომ პლაკატები გამოფინეს, აფხა და ერთი ამბავი არ გინდა, ხო? მაგას აზრი არ აქვს. ნაცებმა რომ პლაკატები გამოფინეს, ჩხუბი რო ატყდა და მაგას რამე შინაარსი აქვს. მაგიტო არის სასაცილო. რას აქვს შინაარსი? იმიტომ რომ შინაარსია იმას რომ იქ ნაცები არ დგარა და შენ გამოყავს ეგრე რომ იქით ოცნება აქეთ ნაცები და ეგ არის კოცების ნარატივი, იმიტომ იგამსგავს ეგ. ვისი ნარატივიც გინდა ის იყოს ბიჭო, რაღაც ან სიმართლე, ან ტყუილი. კი და სიმართლე ის რომ იქ ნაცები არ დგარა. აი ხა მაგ პროტესტმა ჩამოიღოს ოცნება. ეხა სხვა რამეზე გადახვიდე. აი ვინ მოვა? ვიდა კოალიციური მთავრობა. კოალიციური მთავრობა არა ის კიდე. საქართველოს კოალიციური მთავრობა არასდროს არ ყოფილა, არა და როგორ არ ყოფილა ოცნება ეხა კოალიციური მთავრობით მოვიდა. წინასარჩუნო. ვისი იყო ყველა მინისტრი? კოალიციაში მოვიდეო თუ რაღაცებს დამითმობენო. შენ თუ მაშინ უშვებდი კოალიციური მთავრობის არსებობას, ეხა ბოდიში, მაგრამ იქით არ იქნება ჩემ გარდა ეგრე რატოა? აი ეხა შეიძლება ჩაჩუტულია აქცია, მაგრამ მუდა აღიარო, რომ ამ აქციებმა ზურა არა დამთავრებინ ეხა ერთი ბაქო. ძაბევრი ხალხი დგას, მაგრამ აქციებმა პრემიერ, ვიცე-პრემიერი და დაწყებული მთელი პოლიტიკური შტაბლისმენტი დაასანქცირა ზურა. და რა ქუჩაში ვიდადიან მონამონები სასახურებში დამალულები დადიან. გაქვთ სერიოზული ილუზია ხალხო. მე ვიცი რომ ეხა რასაც მე ვილაპარაკებ, მაგარი თქვენ ბავშვს არ დევესება, ისედაც არ ვევასები. კაცო, ეგ ვიცით, გასაგებია. მოდი აი ჯობია რომ მე რაღაცებს ვიტყვი, შეიძლება აი აქციაზე მოდი, შენზე გადმოვიდეთ, შენ დაგისვა ეხა კითხვებს, გავიგე. მარგი ქმედების კოეფიციენტი ჯერჯერობით ამ პროტესტმა დადო 0. მათ შორის ეგ ხალხი რო არ შევიდა პარლამენტში, არ გამოიყენა 100 იქნებოდა მაგ პროტესტს რო გამოეწვია რომ ეს მთავრობა წასულიყო და თვითონ ხო და ეს მთავრობა რო არ ლეგიტიმურია, ეს არის რაღაც შუაში 0-ისკენ არ არის, ეგ მანიპულაცია. კაი, ეხა როგორ არ შეთვა ნორმალურმა ქვეყანამ არ აღიარა, ყველა ტიპი დასანქცირებულია, ზურა მეტი რა შედი შენ რა მიგიღწევია შენი მიტინგებით, მეტი მითხარი აბა? მე რა მიმწევეთ ჩემ მიტინგებით, მაგას თუ გადავალთ, მოდი ჩვენ საქმიანობაზე დეტალებში გადავალთ ეხა რა. დავай გამოუშვი. სიბრაზე ოცნებიდან არ მინდა კაცო სიბრაზე თქვი და დავაი წავიდა. დღეს სტუმარია ჩვენ თუ ზღვა ემართო სისხლისაო და სისხლის ზღვაზეც გადავალთ მე ჯერ მაგაზე მივიდეთ. მოკლედ მე მაგ ესეთი შეკითხვა რა, ესეთი შეკითხვა გამიჩნდა. შენც ხშირად ირონიითაც და ღიმილითაც ახსენებ ხოლმე და არ გეხამუშება შენ მოღალატეობებს რო მიხსენებენო რა, მაგაზე ბევრ ეთერში შენ ხშირად გილაპარაკია და მოდი ეს შეკითხვას დაგისვა. შეკითხვა არის პასუხი უფრო საინტერესო იქნება ესე მგონია. აი ჰიპოთეტურად რო დაუშვათ რომ არსებობს რაღაც ჰიპოთეტურად იარსებებს ხო ვინმე რუსეთის აგენტი, რასაც ჩვენ გაბრალებენ ხო? რუსეთის აგენტი, რუსების ინტერესების გამტარი მოდი ასე ვთქვათ საქართველოში, აი ჩათლახი, ცუდი კაცი. აი ეგეთი ტიპი დაახლოებით იმ პოლიტიკური შესაძლებლობებით და რაღაცებით რაც ჩვენ გაქვს. რას გააკეთებდა იმისგან განსხვავებულად და სხვანაირად, რასაც ჩვენ აკეთებ? კეთყვი კაცო ძალიან მარტივი არის. ეგეთი ტიპი, რომელსაც უცხოეთიდან ალბათ რუსეთიდან ფული ერიცხება, იქნებოდა პროდასალურ ოპოზიციაში და შიგნიდან დედის ზულებს მოუხნავდა მაგას. ეგ პრობლემა ისედაც არ აქვს, პროდასალურ ოპოზიციას ისედაც ხდება იგი. ნუ მათ შორის ალბათ მაგიტო. ნახეთ, საქართველოში ძალიან უცბად. ანუ ღია აქტორი არ ეყოლებოდა? რავი, რა ჩემ ფეხებად უნდა რუსეთს ღია აქტორი. რატო არა? რავი, რატო? რომ ეგეთყვიროთ, რასაც უნდა. იმისთვის რომ საზოგადოების აზრი ამ წუთას კონსოლიდირებულია, რომ რუსეთი არის მტერი, შენც მაგაზრზე ხარ როგორც ვიცი რომ გაქვს ნათქვამი მტერია, ხო? მით უმეტეს. ხო და ამ საზოგადოების აზრი თუ რაღაც კუთხით არ შეიცვალა, რუსების ინტერესების გაატარება როგორც მინიმუმ უფრო რთული, შეუძლებელს არ ვეძახი.
ხო? რატო გეცინება რა? გეტყვი რატო გეცინება? შენ რა დროს გეცინება ხოლმე, იცი? კარგი პასუხი რო არა. მე რატო მეცინება, იცი? კაკრას პასუხი რომ აქვს და რაღაცა უცნაურობას რომ მეუბნები, რაზეც მე ვიცი და შეიძლება ინფორმაცია არა გაქვს, მაგრამ აბა მიდი. აი, მე ხო ვარ ადამიანი, რომელიც ვარ ამ რუსეთში და მოსკოვში ნამყოფი. ბევრჯერ. წითელ მოედანზე სურათი მაგ გადაღებული ვიღაცა სახე. შენ და ხატია რა ქვია იმას? ისა. ეხა რო დადო, მთელი ამბავი იყო დღეს, მაგრამ კაი. არ ვიცი, ვერ ყვევი, მაგრამ თუსოვკაში. მოკლედ, შენ თუსოვკაში. მე ვარ ადამიანი, რომელიც ამ რუსებთან ნალაპარაკები მათ შორის ექსპერტებთან, მათ შორის პოლიტიკოსებთან და თქვენი წარმოდგენა იმაზე, რამდენად ნერვიულობენ რუსები აქაურობას და რამდენად უნდათ მაგათ, რომ საქართველოში პრორუსული განწყობები გაჩნდეს რაღაც აი ეხლა არ ინერვიულებენ. რატო აბა გამოიცანი? აი ეხლა არ ინერვიულებენ რუსები რა თქმა უნდა. რატო? არა, რატო არ ინერვიულებენ ეხლა რუსები გამოიცნო? არ მაინტერესებს და თუ პროსტო არა, რატო არ ინერვიულებენ? შენი აზრით მაგას მიზეზი. იქნება ყავს ისეთი ხელისუფლება, რომელთაც დაალაგებული არიან. რატო რა გაცინე? საქართველოს ოცნებასთან ეგენი მაქსიმუმ დაალაგებული არიან ფოთის სპორტიდან სარფამდე ტვირთვები რომ მიდის ესენი და ისინი ალბათ კაი მაყუց ტიხავენ და პიროვნულ დონეზე ალბათ კაი დაალაგებული არიან. საქართველოსთან ეკონომიკური რაღაცები. და ნატოსთან და ევროკავშირის ურთიერთობები რო გაფუჭებული გვაქვს, ეგ არ არის რუსეთთვის მნიშვნელოვანი? რუსეთთვის არ არის მნიშვნელოვანი. გაფუჭებული რო არის. ეგ სინამდვილეში გამოიწვია ძალიან მარტივმა რაღაცამ რა. მეორე მხრიდან თქვენ მაგისი არ გიჯერათ, მაგრამ მართლა იყო აუცილებლობა, რომ ჩვენ იმ ამბავში მოხვედრილიყავით, რასაც უკრაინაში ხდება. კარგი ხა სურა რა. კარგი რა. მოლდოვა არა ყავს ეგერ რა თუდო და საქართველოს ძალიან მარტივად არ გაუხსნი და ეხა არ მითხრა რომ ბიძინა მართლა ომის გამო ესე გადადგა და სამშობლო დაიცვა. შენ ხო იძახ ამბობდი არა ეწავ გაცდილად პასუხის გაცემას მართლა უბრალოდ შენ მე უყურე კაცო შენ ეთერებს იმიტომ რომ მომემზადე და ელემენტარული ის არის ხო თემა. ანუ შენ ხო იძახი რომ ამ წუთას ჩვენ სამხედრო პოტენციალს ისე დედა აქ ნატირები რომ არაფრის თავი არ აგვაქო და ეგ უნდა გამოსწორდეს მაგაში გეთანხმები სხვათა შორის ბავშვებს ჩვენ ისეთ გარემოში ვარ და ბავშვებს სკოლაში უნდა ასწავლდნენ იარაღის დაშლა აწყობასო ხო ამ წუთას ესე დედა ნატირები თუ გაქვს უკრაინას რა აწყობდა რომ საქართველოს აქ მეორე ფრონტს გახვდა რა სიზავდა გეტყვი რა სიზავდა ეხო შენი ნარატივია რომ ვერაფერს ვერ უზავთ გეტყვი რა სიზავდა ანუ საქართველოში რუსეთის ჯარი მაგას ჭირდება დაახლოებით ну плюс минус ეხა ჩვენ რა პოტენციალი გვაქვს სამხედრო ეგ არის 5 ბრიგადა საქართველოს შემოვიდეს არა ჩვენ რო შევუტიოთ რა ჩვენთან მოხდა კონფლიქტი ხო ესე იგი რუსებმა დაიწყო უნდა დაგიხენოს რა ბრძოლა ესე იგი აქ უნდა გადმოისრონ რეზერვები ეგ არის გეტყვი რამდენი ანუ ჩვენ გვაქვს 5 ბრიგადა ეხა არასრულად დაკომპლექტებული მაგრამ ხრენსნიმ პლუს მაგას არის ტერიტორიული რეზერვი მაგის 1 2 ბრიგადა 3-ს დააკომპლექტებს პლუს მაგას სოციალური ძალა სულ არ შემოიყვანოს ისე ვერ გვიყოფოდა არა მე რას გეუბნები დაიწყებაზე არ ვამბობ არა არა მე სხვა რამე ვერ გამიგი ან მე ვერ აგიხსენი ეგ სერიოზული მე სხვა რამის კითხვა მინდოდა ბრიგადა ეგ არის ნორმალური სამხედრო ისა რა ქვია დაჯგუფება ანუ რა ამოცანასაც მაგალითად უკრაინელები კურსკში შესულით ჭრიდნენ რომ დონბასის მიმართულებიდან მოხსნილიყო დაახლოებით მაგრაოდენობის ხალხი და გადასროლილიყო იქ არ არის საჭირო კაცო 10 ბრიგადა დაკომპენსირდა იქ რავი ხა საქართველოსეც რომ დაკომპენსირებულიყო მან არავინ დიდად არ ნერვიულობდა იქ მე სხვა რამე გითხარი ვაიმე დედა საქართველოს კატასტროფა მე სხვა 10 ბრიგადა რა თქინდოდა ჩვენ თავდაცვას ხო დედა აქ ნატირები თუ კაცო თბილისის დასაბოლოოდ რო წამოსულიყო ჩვენ ხო გავჩერდებოდით პირობით ჩორტიოზნაირად გავჩერდებოდით თუ არა ანუ მან თუ აქ გადაწყდა ეგ სიტუაცია და ეგრე წავიდა რომ საქართველოს რუსეთთან ომში ჩაერთო აქ რო ამოიქოქება მე ეგ თემა შენ რა გონია ეხა შენ ხო იცი რომ ეს აბსურდი იყო რომ საქართველოს აქედან დაარყვა არც ამას არავინ არ ითხოვდა ვინ ითხოვდა იქ ვიღაცამ რომ იღადავა უნიჭო მართლა იმან რაღაცა რა ქვია იმას არესტოვიჩი თუ ვინ იყო არა ტიკტოკი რო ჩაწერა და რომ უშიშროების საბჭოს დივანმაც თქვა ეხა იქ ეხა ვერ გავიგეთ გადაო ჯეთი რა საკადაო თემა გეთახმები მაგრამ ეს რაღაც დამოუკიდებელი ხომ დაქონეს საქართველოში აქ ომის დაწყების პირველი რამდენიმე თვე მე რაც ცოტა მესმის ეგ არის საინფორმაციო იდეოლოგიური ბრძოლა აქ რაც იქოქებოდა რა ნარატივებიც შემოგდებაც ხდებოდა იყო რომ ჩვენ ეხა დრო გვაქვს როგორ იქოქებოდა ვინ იქოქავდა რავი აი მაგალითად ეხა დაჭერილი შენ ჯერო ამერიკის ელჩმა უთხრა რომ დავარტყათო კი და ამას უცნებამ რა ქვია ვერანაირი ფორმით ცხადად ვერ თქვა გამოვიდონ ამერიკის ელჩს აგინ ისლამის და ისინი ბიტო ესე თქვეს მე ტრაქში გაიკეთონო თავისი სანქციები არიან სადაც ტრაქში გაიკეთო სანქციებს მაგას ეუბნები პირდაპირ არის ხო და ამერიკის ხო და აბსურდულია მიმართულებაზე მე რაც
ვიცი რაც წამიკითხავს. ხო, ნუ აი ეგ არის ძალიან ჰაერზე ვლაპარაკობთ, რა. ჰაერზე იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ იმიტომ რომ ოცნება არ დადო კომპრომატ იმისა რაც სამტკიცებს. რა ვიხა, არ დადო და მაგი გორცნებას კითხე, კაცო. ოცნებას ვაფშე არაფერი რო არ შენ არ ეკითხები, ზემტკიცებდა, მეგევრები კითხო თქო. მე მაგ აზრზე ვიყავი ვაფშე ოცნებას ხმარო არაფერი ამოღებული არ ქონდა და ამ ოპოზიციასთან ერთად უკრაინის დროშებით რო იჯდა პირველ რამდენიმე კვირაში, ხო, მაშინაც მაგას ვამბობდი. ვაფშე რო სანამ დაიწყებოდა ეგომი, მაშინაც მაგას ვამბობდი, რომ იქ რომი დაიწყება, ჩვენ მან ჩათრევას ეცდებიან. ანუ ეგ ოცნების მოგონილი ნარატივი კი არა, ეგ შეგიძლია მე დამაბრალო, რომ აქ მეორე ფრონტის თუ ეცადენ და სხვანაირად დაუდგენ. მოლდოვას ჩათრევა ისე შე ბევრამეში და ზურა, ისე ბევრამეს დაგაბრალებთ, რაც საერთო მე ოცნება. აცადეო, ძალიან ბევრი რამე. ხო და ესე გაერთმევენ სულ ნარატივებს და რაც როდემდე უნდა მოვუწიო. გეხოცები. ეგ არის ყველაფერს იტყვი ეგრე კაცო. თქვენი წარმოდგენა იმაზე რომ აი ოცნებამ ჩვენ მესეჯ ბოქსში წაგვართვა და ჩვენ თავზე ნაცარი უნდა დავიყავით. პირიქით კაცო, ანუ წარმოიდგინე თავარმა პოლიტიკურმა აქტორმა მართალი აფერისტულად, მაგრამ მოიპარა ჩემის მესეჯ ბოქსში და მაგითი მოიგო არჩევანი. ჩემი იდეოლოგია ესე იგი იგებს, კაცო, შეიძლება პირადად ჩემი პოლიტიკური წარმატება. მაგაზე ვიღაცა გეტყოდა რომ ვინ იცის FSB-მ შენზე ადრე მიაწოდა იმათ ეგ ნარატივიო. აი კაცო, FSB და ის მე რა ქვია პუტინი მირეკავს ხოლმე ეთერში რა ვილაპარაკო. პუტინი შენდონეზე არ მოწდება. მაშინ ისა ბორტნიკოვი თუ რა. ისა ყველაზე მაღლა ვისთან გილაპარაკია რუსეთში. მე ვისთანაც მილაპარაკია, ეგ არის ევრაზიული კავშირის თემაზე ვინც არის მან მინისტრი, გვარი არ მახსოვს. ეროზიული კავშირის იდეაც მოგწონს, ეგ არ მახსოვს. თუ არ მახსოვს? არა, არც მომწონს, არც არ მომწონს. მე ვამბობ, რომ რავი, დიალოგი უნდა დაიწყოს ჯერ რა ევრაზიული კავშირი კაცო, ვაფშე კომუნიკაცია არა გვაქვს. ანუ ყველაზე მაღლა გილაპარაკია ეროზიული კავშირის მინისტრი ვინც არის რუსეთში, მაგ მიმართულებაზე, მაგასთან მილაპარაკია. ნუ ექსპერტებთან მილაპარაკია, გოსდუმის დეპუტატებთან მილაპარაკია და ყოველთვის როცა რას გეუბნებიან, კაი ბიჭი ხარო? ეგეთი შეხვედრები რო არის, რას გეუბნებიან? პრიმიტიული ის არის ხა. რატო? აბა ხა ყველაფერს ვერ მოყვები. დებდი მოსწონ ხარ? ჩავედი ამ იმაში მოსწონ ხარ? რავი კაცო, რუსებს გეუბნები საქართველოს. ხოცებზე რას ამბობენ? ხოცე, აბა რაზე ელაპარაკები? იქ საქართველოს კიდევ ჩადი ხარ ელაპარაკები. გენერალურად საქართველოს დიდად რუსეთს ხა ესე რა მაინტერესებს ხა თქვენთვის, აი ეს კითხვა მგონი მაყურებელმაც დასვა, მაგრამ ბარემ მეც მქონდა და ბარემ დავსვა. მოდი ძალიან უტრირება არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ სიტყვებზე ნუ გამომეკიდები, თუ არა და გამომეკიდე. მოკლედ ბევრი რაღაც შეიძლება დავთმოთო რა, იმისთვის თუ ეგრე დაგვიყენა რუსეთმა საკითხი, რომ როგორც უკრაინას დაარტყა, ისე დაგარტყავთო რა, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, მაგრამ არის რაღაც წითელი ხაზები, რასაც არ დავთმოთო. ეს წითელი ხაზებია? საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ვერასდროს ვერ დავთმობთ, რომ აფხაზეთთან სამაჩაბლო ვაღიაროთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მათ შორის ოცნებას ვოსკის პირით რაცაა გაჟღერებული კონფედერაციის თემა, მე ეგ დანაშაულად ვიმაჩნია, იმიტომ რომ კონფედერაცია არის დამოუკიდებელი სახელმწიფოების ერთობა და შენ თუ მაგაზე ხელს აწერ, ესე იგი აფხაზეთთან სამაჩაბლო. ტერიტორიული მთლიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს სახელმწიფო, ეხა რუსეთის ნაწილი არ უნდა. ხო, ეხა მაგ საკითხთან დაკავშირებით, შენ ისეთი რაღაცები გაქვს, ნათქვამი უკრაინის თემაზე, რომ გამოდიხარ არათანმიმდევრულად. ეხა გეტყვი რა. შენ თქვი უჩა აბასიძესთან ეთერში ესეთი რაღაცა, რომ მე რო ყოფილიყავი უკრაინის ადგილას, უკრაინის ხელისუფლების, რუსეთის ხელისუფლების ადგილ ორივე თქვი რა, რუსეთის ხელისუფლების ადგილზე რო ყოფილიყავი, ჩემ ultimatumს რო უარი თუ პასუხეს მეც დავარტყავდიო და უკრაინის ხელისუფლების ადგილზეც რო ყოფილიყავიო, არ ვეტყოდი უარს ამ ultimatumზეო, მოკლედ. ხო და ultimatumi რა იყო? ultimatumi იყო მათ შორის ტერიტორიული საერთაშორისო დაღიარებულ ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. არა. როგორ არ იყო? ultimatumi იყო ეგეთი. ეხა რო დაიწყო აი ეს ომი. ნატო და ისინი ვიცი. ეს კონკრეტული ომი რო დაიწყო, სანამ ეგ ომი დაიწყებოდა, ნახევარი წელი მაქამდე რუსები ითხოვდნენ მარტო ერთ რამეს. წერილობითი გარანტია მოგვეცით, რომ უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი. გაუგზავნეს ეგ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატოს ორგანიზაციას. ტერიტორიული მთლიანობაზე არის ხო? და ფაქტ ჩეკერეთ ეგ. არა, ეგ ultimatumi არ იყო მათ შორის. ყირიმზე, საქართველოს რესპუბლიკების აღიარებაზე. ultimatumi 2014 წელს პირდაპირ არ შევიდა ყირიმში. 2014 წელს ყირიმში შევიდა აახიეს. ეგ ეხა ხო არ არის განხილვა. არა, მაგის აღიარებას არ თხოვდნენ? როგორ არ თხოვდნენ, კაცო? აღიარებას არ თხოვდნენ, იმიტომ რომ ყირიმის კი არა, დონბასის აღიარებას ჯინდა ChatGPT-ს კითხო? ChatGPT-ს თავი დაანებე. რატო დავანებო, აბა შენ დაგიჯერო? კონკრეტულ ტიპებს გეტყვი უკრაინის მთავრობიდან, რომლებიც რო დაიწყო ეს ომი ერთ თვეში სტამბულში მოლაპარაკებები წავიდა უკრაინასა და რუსეთს შორის. არესტოვიჩმა და არახამიამ ორივე იყო მაგ შეხვედრის ჯგუფში უკრაინის მხრიდან. თქვენს ეგეთი რაღაცა. ჩვენ მანდ შეთანხმებაზე გავედით, სადაც ყირიმის საკითხი იყო გადადებული, ანუ მაგაზე არაფერს არ თანხმდებოდით.
დონბასის რეგიონებზეც კი მაგისი აღიარების თემა განხილვადი იყო და ჩვენ არა, მოთხოვნა იყო ეგ. ანუ ეგ როგორ თემა იცი? ჩვენ იყო ეხლა და შენ ატრიალებ ეგრე რომ არ იყო ეხლა. ჩვენ რა უკრაინის მხარემ თქვა, იმას ვლაპარაკობ, კაცო, რუსეთის მხარეს თუ არ მომყვა. მოლაპარაკებებში რა თქოს ეგ სხვა თემა, მაგრამ მოთხოვნა იყო. წერილი გქონდა ეგეთ რაღაცაზე, რომ ჩვენ ნატოზე უარს ვამბობთ. რუსებს გაყავთ მათ შორის ეს რაც ეხა თავის ტერიტორიად გამოაცხადეს, ანუ დონეცკი, ანუ შენი პრინციპების დონეზე მივიდნენ ეგენიც მაგას იძახი? პრინციპები მისული იყვნენ, რომ ყირიმის განხილვა მაქედან გატანილია ფრჩხილებს იქიდან. ლუგანსკი და დონეცკის თემაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, თავარია შევთანხმდეთ პირველი სამხედრო კომპონენტზე უნდა დავილაპარაკოთ, რომ ნატომ თქვენი შეიარაღება არ გააგრძელოს და მეორე ნატოზე ამბობ თუ არს. მაგაზე ხელი სარწმუნო იყო, ჩამოფრინდა ბორის ჯონსონი, უთხრა რომ დავაი ბიჭებო გლიჯეთ გავიყვანთ ბოლოში, უკრაინელებმა ეგ გააჩერეს და გააგრძელეს ომი. აი რა დავაი ბიჭებო გლიჯოთ ეხა კარგი. ეგ რაც უკრაინულმა მხარემ, კაცო, მე რა შუაში ვარ, ეგ არც კრემლის პროპაგანდა არის, არც ალტინფოს ბაზარი, ეგ არის მაგ მოლაპარაკებებში უკრაინის მხრიდან ორი ტიპი ვინც იჯდა, არესტოვიჩი და არახამია, ორივეს აქ ეგ მოყოლი არახამი ამბობს რომ ბუჩას თემა რომ მოხდა გავგიჟდით ჩამოფრინდა ჯონსონი და თქვა ბიჭებო არ მოაწეროთ მაგ სტამბულის თემას ხელი გავიყვანთ ბოლომდე აი ეგ იყო რაც მოყვა უკრაინულმა მხარემ და შენ რო ამბობ მე ყველაფერზე თანახმავარო იყო ყველაზე კაი ვარიანტი და უკრაინა მაგაზე რო დათანხმებულიყო ეხლა რაზეც მიდის ამერიკელებთან ერთად ლაპარაკი საუბარი არა ერთი წამი უთმობენ ხო და ყირიმის ვაფშე დე იურე აღიარებაზე მიდის ამერიკული მხრიდან ლაპარაკი ეგ თქვა ტრამპმა რომ ეგ არის proposal ეხლა რა მოცემულობა დადგება ეხლა რა მოცემულობა დადგება მაგას არ აქვს მნიშვნელობა გააგრძელებენ და მე რა აი მოდით ეხლა მე გავანებოთ უკრაინა ჩამოვიდეთ ცოტა ჩვენს შიდა პოლიტიკას მივხედოთ ანუ თუ გაინტერესებს საქართველოსთვის წითელი ხაზი სად გადის გავიგე ვიცი კაცო არ ვთანხმდები საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვაზე სუვერენიტეტის დაკარგვა არის ბაზასაც დავთანხმდებიო რომ გაიხსნასო რუსეთისო არა ხო ნუ აბა სუვერენიტეტს რას ეძახი სუვერენიტეტი დაკარგული ქონდა აი ეგ ბაზა რომელიც მე ვთქვი გონიოში 2004-5-6 წელს იდგა და ტრაკი არ ქონდა რუსებზე მიცემული. ერთი წამი როცა სამშვიდობო ერქვა, როდისაო სამშვიდობო რო ერქვა? სამშვიდობო რო ერქვა, იქ ტრაკის მიცემა იყო? და სამშვიდობო არ იყო, კატეგორიაში რა სამშვიდობო იყო. მე რუსეთის ჯარს საქართველოში სამშვიდობო ხო ერქვა? არა, ონიოში რო იდგა რუსეთის ჯარი, მაგას სამშვიდობო სტატუსი არ ქონდა და მე ვთქვი ეგეთი რაღაცა. თუ ონიო და სამაჩაბლო ბრუნდება, მაგის სანაცვლოდ რუსებს სამხედრო ობიექტებზე შეგვიძლია შეუთავდეთ. ეგ მიშამაწყო თქვა ისე რომ ეუბნებოდიო თუ რაღაც მეორე 2006 წლის მდგომარეობა რო დაბრუნდეს და აფხაზეთი და სამაჩაბლო დაბრუნდეს მაგის სანაცვლოდ. ხო. ეგ თუ არის თქვენთვის ღალატი, საღოლძმაო თქვენ მაგარი. ეგ არის როგორი არ რეალისტური, წინ თვარეზეც გავფრინდეთ მაშინ. ბაზარი არა, ეგ თუ არ არის რეალისტური, შენ მოყავს ისეთი მაგალითი 2021 წელს როცა ვიცოდი რომ მიიწებოდა, მაშინ როცა ეგ თქვი, ბიჭო 21 იცოდი გავიგე. ვიძახით რომ დიდი ომი იწყება და წელიწად ნახევრით ადრე რომ დავიწყეთ რომ უკრაინაში მოხდება, იმიტომ ანალიზს ვაკეთებ. გავიგე ეხლა ამას რატომ იყვები რომ იმიტომ გიყვები რომ ვიცოდი რომ დიდი ომი იწყება უკრაინაში და რუსეთს მან დაძაბულობა იქნება, ეგ იყო შესაძლებლობების ფანჯარა. მაშინ რო ეგ გვექნა, მაგის შანსი იყო. ეხა მეც ვამბობ რომ უკრაინას თუ ეგენი გაწყლით. შენ იზახი რომ რუსეთს შეუძლია ნებისმიერ დროს ფეხი დაგვაბიჯოსო და შენ მოლაპარაკებებზე რატო წამ? ეგ ხო ძალიან თეორიული მსჯელობაა. ეგ გაინტერესებს რატო ანუ გეოპოლიტიკური კუთხით აგიხსნა, ეგ რატო აწყობს რუსეთს რომ მაგაზე დაგილაგდეს, რა რო იმიტომ რომ შენთან აღარ იყოს კონფრონტაციის თემაში? არა, იმიტომ რომ საქართველოსთან რუსეთი თუ ლაგდება, მაგითი ეგ საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ჭრის თავის პრობლემებს. ანუ შენ აქედან ისეთ რაღაცას დებ ოფერზე. და რა თუნდა კაცო ფეხს დაგაბიჯებსო ხო იძახი შენ და არაფრის ტრაკი არა გვაქვს და შენ ხო იძახი რომ საერთაშორისო ის ფიქციაო საერთოდ სამართალიო უძლიერი იგებსო ხო სამართალი ფიქცია რო არის მაგაში არ მეთანხმები არა ხო და კი არა ლოგიკას ვიგებ უფრო სწორად რასაც ამბობ არ მეთანხმები არა ერთი წამი თლად ფიქცია არ გააშლია რომელ ქვეყნებს გვაქვს ეგ გვაქვს ლაპარაკი საქართველოს რუსეთ შორის გადაგვივლიან მაგრამ დიდი ქვეყნებს კიდიათ ხო ანუ მაგის ლოგიკა მესმის კაცო ეხა აბა იმას რო კიდია საერთაშორისო სამართალი რუსეთს ჩვენთან ხო და მე საჩემო არგუმენტია რუსეთი შენ რო რაღაცა შეგითახდება როცა უნდა მე თავში წამოგარტყავს თქვენ წარმოდგენაში რუსეთი როგორი რაღაცა არის იქ პროსტა ვიღაცა ტიპი ზის უკან პროჭები არიან როგორი წარმოდგენა ხა ყავს იმას და დავაი დაუშვათ
სინამდვილეში არიან ძალიან ცივი პრაგმატული ტიპები, პროჭები, რავი, ამერიკელების პროჭები არიან, ბრიტანელების და ზოგადად. ოღონდ ამერიკელები ჩვენ არ დაუბომბივართ. რავი, დაბომბეს ერაყელი ბავშვები, რავი, ხა ერაყელს რო კითხო, ის არის პროჭი, ვიღაცას რო კითხო, ეგერ შრი-ლანკელს შეიძლება ვაფშე ჩინელებს. მაგრამ შესუ ასეც აკეთებ ჩვენი ინტერესებზე და ხო და ეხლა ჩვენი ინტერესებზე, ანუ ეს რო იმას რა რუსეთი პროჭია და ანუ ეგ საერთაშორისო ურთიერთობებში დიდი ტიპები, ვინც შენთან ახლოს არის, ყველა შენ ცუდად მოგექცევა. კაცო, პროჭია მე ემოციურ არგუმენტს კი არ ვამბობ. ვიცი, დაგასწარი მაგის თქმა, იმიტომ რომ ვიცი შენი ეთერები ნანახი მაგ ეგაა შენი манипуляციური ხერხი რომ რაღაცა სიტყვი რომ ემოციური არგუმენტია. ერთი წა, ეხლა ჩემი ჯერია, მოვჩეს ცოტა ხანი, გადმოვირთე ზურა. მე ერთადერთ რა ყველაზე მთავარში არ გეთახმები რომ ბიძინა ივანიშვილს ვიღაცა ომით დაემუქრა ეგ როგორი ზღაპარია იცი ადგებოდნენ და ეგ ჯამშვენივრად ყავთ იქ ძალიან ახლო მეგობარი სახელმწიფოები და დასხებდნენ ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მთავარი ჰიპერამოცანა ეხა არის რომ რამენაირად მაინც დაალაგდნენ ამერიკელებთან ესე აი ეხლა არ გეუბნები მე არა სულ ეგ იყო ამოცანა ოცნების მთავარი ამოცანა რომ თვითონ აქ როგორ იყო რავის დედისტრაქს ახურავდნენ თავზე ეგ როგორ იყო ამბაცონა დედისტრაქს ახურავდნენ თავზე და თან აი ბატონი ელჩთან თუ ქალბატონი ელჩთან შეხვედრა იქნება იყო რაღაც დიდი გამოსვლა კაი მოვიდა აი ტრამპი მოვიდა ყველაფერი კარგად იქნება ტრამპი მოვიდა მე ყველაფერი კარგად არისო უეჭველი დიპ სტეიტი ჩაუდეს ტრამპს ეხა არა მე მგონი კაი არა მე მგონი დიპ სტეიტი ისე ოცნებაზე გადავედით მაგათი დედაც ვატირე მეც არ ვიტყვი დავანებოთ თავი ზურა მე რა მინდა ეხა რა რავი ეხა თქვენი გადაცემა მე ხა დედავატირე რა გინდა არა კაცო რაც გინდა ის თუ გინდა ვაფშე აგინე მაგი კუთხით კი არ გეუნები თქვენი გადაცემა მე აქ წესებს ვერ დავადგენ მეთქი უბრალოდ ჩემი აზრის ჩამოყალიბება ცოტა კი შეგიძლია შენ თქვა რომ ოცნების დედავატირე აი ბაზარი არა გავიდე მე ზურა ეხლა მე გმინდა ცოტა დაგაბრუნო იმაში რაც ესე ვთქვათ აი აქ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევი ხარ აქ და ესე ვთქვათ რაღაც პასუხისგებლობები გაგაჩნია იმიტომ რომ ხალხი გისმენის იქ ტელევიზია გაქვს და ასე შემდეგ კითხვა არის ძალიან მარტივი რა. შენ ერთ-ერთ გადაცემაში ახსენე რომ უმცირესობები თავსახვევენ უმრავლესობას, თავის მოსაზრებას და აქედან გამომდინარე გაამართლე გარკვეული ტიპის ძალადობები რა. ეხლა რა 75%-მა ევროკავშირის მომხრე რო ჩათვალოს, რომ აი შენ რუსეთუმე ტიპი ხარ და მოვიდეს და დაგიშვას. ერთი წამი დავასრულე. მაგრამ ეგეთო თუ შენ მოვიდნენ და დამიშვან. დაგიშვან. სწორი იქნება? სხვათა შორის იყო მაგის ცდელობები, კაკრას ომი რო დაიწყო, ჩვენთან მოვარდნებიც იყო. სხვა რამე კითხა, სწორი იქნება თუ არა. მივიდა, ანუ მე ვაფიქსირებ, რომ ამარაც ჰიპოთეტურად აღწერა, ეგეთები იყო, პროსტა პანჩურებით გავყარეთ, მე იქით გავუშვით, ეგ ერთი. მეორე. შენ მაგას როგორ აღმიწერს, ის სწორი იქნება თუ არასწორი იქნება და არა ლოგიკა ხო სწორი არის. მე მაგას, რავი, თუ ვინმე თუ არა, ერთი წამი დავათავრებინო. ნახე, თუ ვინმე თulis, რომ მე ვარ საქართველოსთვის პრობლემა და მოღალატე. არა, მოღალატეზე არ არის ლაპარაკი. არა, ზურა. ერთი არა, სხვა რამეზე მაქვს ლაპარაკი. ანუ შენ არა. უფრო ვამძიმებ. ხო და არ დაამძიმო, ჩათვალო ტიპს, შენ მომავალს უკლავ მიშვილებს რა. როგორ შეცვლი ვიღაცას რა? რავი, ტრაკი თუ აქ იმოქმედა. ხო და ეგ ანუ სწორი მიგაჩვია იქ მოქმედება? პოლიტიკოსი ვარო, იძახი და მუშტები თუ და არ ყვიო? ჯერ ერთი მოდი რა, ერთი რაღაცა დავაფიქსიროთ რა. აი ხალხმა, გინდა ოცნებამ, გინდა პროდასავლელებმა სახე რო იხოკეთ 5 ივლისზე, მაგის მერე თქვენს და ოცნებამათ ისეთი ძალადობები ატარეთ, ჩვენ რო არ დაგვსვიზის. მომისმინე ეცა. 5 ივლისს შენ ატარე, ჩვენზე ვერ იტყვი. შენზე ვერ იტყვი. ვიღაცაზე და კლაუდით და ვიღაცაზე. აი ეხა ოცნების შეგზავნილი ვიღაცებზე ჩვენ უავკიდებ იმას ერთი წამი ზურა. ზურა ერთი წამი. არა, ნუ გადაკავს სხვაგან ერთი წამი მე გაგზავნე. მეც ვილაპარაკებ ეგრე რომ ოცნების შემოგზავნილი ხალხი იყო მერაშუაში. მოდი რა, დავანებოთ რა ამის. ვიწო, პირდაპირ გედედეს უფროსმა თქვა რომ ქირაობდითო და გვესროდვენო და ლეგიტიმაციას ღებულობდითო შეტევაზეო. ჩემი მოგონილი კი არა. რომლებიც ესროდნენ მაგათ მოლოტოვის კოქტეილებს. ის ტიპები რომლებიც და ასე შეებს. ეგ ყველანი არიან შესაძლოა მაგას არ გეუნები ფუმფულა არა აგრესიული სინამდვილეში რა გაირკვა იცი ამ ხო და იმათ მე დუბინკები რო უწყეს თავში თქვენ რატო არ გითხარებამ შენ რა იცი ბიჭო მე რა ნაჭხუბარი მაქვს და შენ პირადად რა ნაჭხუბარი გაქვს არ გეუნები იმ აქციაზე ხალხი რო დაიჭირე ეგ სხვაგან მიდიხარ манипуляციას დაიბრუნდი რა თუ შეიძლება თქვენ აქცია რო ქონდათ რომელზეც ტიპი მიკროფონიდან იძახდა რომ ღვთის სახელითო
უნდა იძალადოთო. ეგ აქცია რო კონდათ და პოლიცია რო დაბნეული იყო და ჟურნალისტებს რო ურტყით. ჟურნალისტები რა გაცინებს რა? რამაცინებს და რა არის იცი პრობლემა? ზურად ერთი წამი რა დამიბრუნდი რა თუ შეიძლება რომელს გელაპარაკობ მაშინ მიდი ეხლა მე ველაპარაკო. კაი გისმენთ. ზურა ეხლა მაგაზე გცემ პასუხს რა. მე მაგალითად საქართველოს რაზე მეშლება იცი მაგრანიროები და ის სიფარჩაკი არის. ბიჭო, დაუშვათ გონია რომ მე ვარ ამ საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა და 4 წელია დაგერახარო ეს ალტიფო. ბიჭო, რა უტრაკობა რაღაცა გააკეთე მაგის დედაცვატირე ბოლო-ბოლო რა. მაგაზე ნერვები შენ გონი არ მეშლება. რაღაცა გააკეთე მოგივარდეს და გეჩქობა. თუ ტიპი ეგ არის არასახელმწიფოებრივი მიდგომა გაქვს შენ მაგას რო ამბობ. კი. თუ მაგ და თუ ტიპს არ აქვს მაგის ტრაკი რომ ვიღაცას აცხადებს რომ სამშობლოს ეს ღუპავს და არაფრის გაკეთების ტრაკი არ აქვს. მაშინ მაგი ნუ ამბობს რომ მე ვიბრძვი და რაღაც ყლეობა. ზურა ქრისტიანი კაცი ხარ, მართლა მიგაჩნია რომ ძალადობით რამეს მიაღწევ? ამ ქვეყანაში ძალადობას არ ემიჯნება არავინ. არა, მე შეგეუნები. მე ვემიჯნები. ემიჯნები კაცო ეხა თქვენ თუ პოლიციას ქვებს ესვრით, ეგ არ არის ძალადობა, ეგ არის თავისუფალი პროტესტის სულის ყივილი და მე არაფერს არ ვესვრი ერთი წამი პოლიცია თუ არ დაგიშვა ჯერ თვითონ არ ვამართლებ ქვების როლას აგერ გეუბნები ხო რატო პროტესტზე არ ყვი ახლა პოლიციამ დაგიშვა პირველ თუ თქვენ ეს რატო არ უნდა გაარკვიო ეგ მნიშვნელოვანია კი რო დაგიდოს ოცნებამ კადრები რომ პირველი თქვენი მხრიდან იყო ქვანასროლი და მერე წამოვიდნენ ისინი შერაცი და მე ხა მაგ პროტესტს იმ კონკრეტულმა ადამიანმა ვინც პირველი ქვა ისროლა იმან უნდა აგოს პასუხი კი რატო არის ტრუხაბაზარი გეუბნები კითხვა და ამის პასუხი ხა გარბიხარ კაცი არ მინახია კაცო თქვენი პლანი აგერ გეუბნები კაცო რაღაცა სერიოზული ეხა სხვა კითხვა პასუხს ელოდი და ეხა გარბიხარ გეუბნები კაცო რა გარბივარ თქვენი ფლანგი აი ესე რო აი ხა ჩემი ფლაგი საზოგადოებაში გამარჯვება არ არსებობს ზურა არ არსებობს ეგეთი ერთი ფლაგი რა როგორ არსებობს არ გეთანხმები ახლა შენ თუ თვლი რომ იქ ერთი ფლაგი და გასებით გან ძალიან შემსახარ არ არის ეგრე იქ გავიგე შენი აზრი გასაგებია მაგრამ არ გეთანხმები ხო კაი ანუ მე ვარ მაგის მაგალითი პირდაპირ გეუბნები ახლა რა და ანუ ჩემს გვერდით კიდე ბევრი ხალხი დგას და გავართ იქ და შენ გონია მე რა ნაცნობები და მეგობრები არ მყავს რომელიც მაგ აქციებზე დგას ზურა მე რა მეგობრები რომ მე მესმის შენ იქ რატოდ გახარ მაგრამ რა მიხსენი იცი შენ ხო იცი რომ ეხა თქვენ რომ მოიგოთ არანაირი კოალიციური მთავრობა არ იქნება მომენტ ბოლო-ბოლო მაინც ნაცები მოვლენ და ტიპი არ გითანხმები არც ეს 80% ხო იცი რაღაცა მეურები თუ გაიგე კაცო არ არის 80% ზურა იქ აქციაზე გაიგე მაგრამ მე რო ჩემი აზრი გამოუხატო გამოუხატე მაგრამ ხო იცი შენო რატო მეუნები არ არის ეგრე არ ვიცი უმეტესობა სინამდვილეში მანიპულირებად იცის კაცო თავისი ისა დებატებს ასწავლის და კაი ერთი წამი არ წახვიდეთ არ წახვიდეთ ეხლა მე რა მაინტერესებს რა ანუ შენ ეხა ქრისტიანი კაცი ხარ იბძვი მართლმადიდებლური მეებისთვის რა ქვია მნიშვნელოვანი ღირებულებებისთვის ეხა არ ფიქრობ რომ ეს ძალადობა კიდე ახალ ძალადობებს შოობს ეკლესიაში რო შედიხარ შენ ხატები რო კიდია ხოლმე ხო ნახევარზე მეტი მეომარი რო არის თუ იცი შენ კი როგორ არ ვიცი ანუ შენ რა გონია რომ ქრისტიანობა პაციფისტური რელიგიაა ყველაზე დიდი შესაძლოა ქრისტიანობის ეგ იყო რომ ჯვარის სახელით ხალხს კლავდნენ ძმაო მეც ნუ ნერვიულობ არ ნერვიულობ საერთოდ არ ნერვიულობს რა დაინახე სანერვიულობ დავით აღმაშენებელი ვახტანგ გორგასალი ხა იქ რო გვიყვება აი ხა რა ეპოქას ადარებს ზურა ეხა საერთოდ სხვა ეპოქა არის საერთოდ სხვა გავაკეთე დავით აღმაშენებლის დროს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ როგორც არის ჟურნალისტები არ იყვნენ და ჟურნალისტებს არ ურტყავდა თავში დავით აღმაშენებელი კაი რა მითხარ რომელს გელაპარაკოთ ხუთი გელაპარაკოთ კაი ხუთი საათი მე ერთი წამი ზურა რა მითხარ იცი ქრისტიანობა არ არის პაციფისტური რელიგია კაი ქრისტიანობა არის ყველაზე კასტმოყარე რელიგია ქრისტიანობა არის ყველაზე კასტმოყარე რელიგია პაციფისტობა ეხა ომი შენ ისეთი დრო მოიყვანე რომ ყველაფერი ხმლის მოქნევით წყდებოდა კაცო რა შედარება ეგეც მანიპულაციაა ეხა ომები წყდება შენ რა გონი ეხა რაღაცა სხვანაირი სამყარო დადგა სადაც მაგითი ზუსტად იგეთივე ომი სხვა არის შენ ომში არ ხარ იგეთივე ხალხი ვარ ომში წადი და იბრძოლე კაცო უკრაინის გამო შენ წადი კაცო მე უკრაინის გამო აუ რამი და ისევ დაუბრუნდეთ რა ჩემთვის მნიშვნელოვანია აი მართლა რაც სტრატეგიულად არ გეთანხმები არის ეს საკითხი რა ეს ძალადობის ნაწილი რა ანუ შენი ბიზანი ერთი წამი რა შენი ბიზანი იმ დროს იყო თუ არა მარშის არ ჩატარება კი მაშინ მითხარი რატო დაძდევდნენ პატარა ბავშვებს წის ერთი წამი დამასრულებენ ყვითელ მაიკიანებს ოდნავ რომ სხვანაირი ტიპია რატო დაძდევდნენ მაგ ტიპს იმიტომ რომ შავრაზმელები არიან ერთი წამი არა მათქმევინე რა
მართლა მაინტერესებს. თუ შეთვის შენი მიზანი ის იყო რომ არ ჩაეტარებინა. ჩემი პერსპექტივიდან 5 ივლისს თუ გინდა მოგიყვები, ოღონდ წუთ ნახევარი არ გამაწყვეტილი. მოსვლა ეგეთი. მიდი გისმენ. ალბათ კიდე გვექნება კითხვა. ოღონდ ჯერ პასუხი მინდა. შეგა ზუსტი. რატო დაძდევდნენ ყველას? ისეთი მაგარი სპიჩის უნარები აქვს 5 ნახევარში ჩაატეს ამხელა საქმეს. დავინიშნე. ერთი წამი ვიდეო მაქვს ზურა ნანახი, ბავშვი შეეშალათ და აი დიდი ტიპები რა, აი დაესია გაეკიდნენ და ბავშვი აღმოჩნდა. ანუ კი რაღაც მოკლე შემთხვევით ბავშვი აი ღმერთმა გადაარჩინა. ანუ აი თუ მიზანი ის იყო რომ ისაც იქ ვაკეში რას დაძდევდნენ თო ბავშვი. დავინიშნო ანუ წუთ ნახევარი. კი, წუთს როქსემ. კაი, წუთი მომეც. 5 ივლისს ჩემი პერსპექტივიდან არის ეგრე. შევიკრიბეთ იმ ადგილას. ხო. გასაგები გახდა რომ არანაირი იქ მაგენი ჩაუნლელები არ არიან. აი პარლამენტის წინ მიდიოდა ჩვეულებრივი სახალხო ზეიმი. თქვენ მაგ კადრებს არავინ არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ გასაგებია ერთსაბ რატომ აწყვეტეთ? არა, ჯერა მეთქი, არ კი, ჯერა მოგყვები მაგას. ანუ არა მაგ წუთი. არა, ხანდახან დაგეთახმება ეგ გაწყვეტინება არ არის. ხო, წუთი თუ მაგ მაცალე. არა, არ განახებთ არავინოდამ ჯერა მეთქი, მაგ იგივე. არა, იქ არის პრო სახალხო ზეიმი მიდის. აი მე რა გამოცდილებაც მე 5 ივლისზე გეტყვი რა. წვერავა რო იყო ვიღაც ჟურნალისტი რა, ხო. და ეს აღმართეთ ჯვარი. ეპისკოპოსი მოსოლი ჯვარის კურთხევის რიტუალს ატარებს. და გადმოხტა ეს წვერავა და უშლის ხელს. რას გულისხმობ ეგეს დავთქვი, ბარემ დაგიმატებ. რაში უშლის ხელს? ეპისკოპოსი ატარებს ჯვრის კურთხევის ცერემონიალს, რიტუალს. ამ დროს მიდის და ეჩრება მაგ ამბავში. მე ვეუბნები რომ ბიჭო გამოიწიე თუ რავი რამეს ვიტყვებ, მე თვითონაც თქვა აგერ უყურებს, ხო? ტიპი რომ მოვიდა ვუთხარით, რომ ბიჭო ხალხი დაძაბულია, აგერ დადექით, და ვიღაც ტიპები დაუყენეთ, რომ აქ იდექი რა, არაფერი არ მოგივა რა, აგერ დაგიცავენ. ტიპი გადმოხტა, მიუვარდა. აი ესე ჯებირი ქონდა რა გაკეთებული, რომ ეგ რაღაცები არ მომხდარიყო და ტიპი რომ მივარდა ეპისკოპოსს და ხალხმა პროსტა იხულა და ეხლა რომ რავი რელიგიური რიტუალი ტარდება ეპისკოპოსი ატარებს და ეს შეუვარდა მიკროფონით, ხო? ტიპს აი ესე ხელი მოკიდეს და გამოგვაძრეს იქ. ხელი შეშლა ეგ არის? და ერთი წამი რა. ანუ რავი რელიგიური რიტუალი რაღაც მამაო რომ დაუშვა წირვას ატარებს და რომ აუარდეს ვიღაცა ამბიონზე, ცუდი რეაქცია იქ იყო ჯვარი რომლის კურთხევის აი მე ზურა გისმენ. ხო და მაგას კი არავინ გაჩვენებს, მაგრამ დგავარ ბიჭო მიკროფონი და ყვირა რომ ხალხო გაჩერდით. არ ცემოთ, არ დაარწმუნდით. ძალადობის წინააღმდეგ ყოფილი. მაგას რავი, ეგ დაჟე კადრებიც არის, მაგრამ მაგას შენ არავინ არ გაჩვენებს. მე ყვირა რომ ბიჭო ტიპო არ ცემოთ და მე მამაოებმა ეგ გამოიყვანს, და ხალხი მისდევს ურტყავს და ჩემი მაგალითად უშუალო ინტერაქცია ჟურნალისტთან. გავიდა ერთი წუთი, მაგრამ კიდე გააგრძელე გაგაწყვეტინეთ, ხო? რატომ მოხდა ეგეთი რაღაცები? ჟურნალისტიკაზე, შენ ხო ჟურნალისტის მიმართულებაზე ხარ? პირველ პრინციპი რა? არა ვარ ჟურნალისტის მიმართულებაზე, მაგრამ ასე მგონი ხარ იყო რა. ერთი თვე ჟურნალისტები სანამ მე LGBT პრაიდი ჩატარდებოდა, მაგის სამკრეკერდემით იჯდნენ და კი, შენ მაგით გაამართლე ზუსტად ძალადობა და უთხარი რომ შენ ისე გაამწარე ხალხით ხო? ერთი წამი აბა რას გიზავდნენ? ხალხისთვის ხო? ეგ ტიპები მან დარიყვნენ ჟურნალისტები, ეგ იყვნენ ჩვეულებრივად მაგათი წარმოადგენლები და მაგალითს მოგიყვან რა. იმიტომ რომ ეგრე გამოურეცხეთ ტვინი, ეგრე გამოურეცხეთ იმ ხალხს ტვინი. გამოურეცხებია, კაც ვერ გამოურეცხავს ეგრე. ზურა, ძალადობის გარეშე მიაღწევდი თუ არა იგივე შედეგს, კითხვა მაქვს. ძალადობის გარეშე, ანუ ეგ ტიპები მოარგეცებია, მაგის გარეშე. ჩობდა რომ არ მომხდარიყო ჩხუბი. მაგას გეუბნები ზუსტად. ვაფშე, მაგის მიუხედავად ეგ ჩხუბი რომ მოხდა არასდროს არ გავემიჯნები იმ ხალხს, ვინც მაგ ჩხუბში მაკეთ მონაწილეობდა, გეტყვი რატო რა? სასამართლო არის, ტიპი არის აქედან დაჭერილი და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ამბობს, რომ გადავედითო და კიო ეხა დედა შევაგინეო, თავისი პირით ამბობს ტიპი და მერე ცემა დაგვიწყეს, რომ გცემენ, აბა რას გიზავთ? ყვარაგა. ტიპი ზიხარ, მონას ეძახი, რუსეთის იმას ეძახი, კაი ჟურნალისტები აგელახავენ, აბა რას ზურა, გიზავთ? ერთი წამი მობისმინე. შენ ეხა ჟურნალისტობა ახსენე ხა. ყველაზე კარგად იცი? ჟურნალისტის როცა შენ არახარ ჟურნალისტი და არაგროვებ ინფორმაციას, როცა ხარ მხარე და პროპაგანდისტი, თქვენ აქციებზე პოზიტივის ტიპები რომ მოდიან და რო უთყაპუნებთ ხოლმე, ხომ აგიცი რომ რა ეგ დღეს იყო კაცო ვიღაცები ჯაჭვურებოდა ლექსოლაშკალოვა სახიძულები ქონა დამწერილი ცემის ხარისხზე გადავედით ხო ეხლა მართავში არ უნდა წამოვარტყა კაცო თქვენ თემაში მოსულა იმიტომ რომ მაგას მანიპულირებთ თქვენ აპრავებთ ესე იგი მოდი მე შენ გინდა რომ გავაპრავო როგორ აკაცო თქვენ ხარ ხო ხურე არ მოსულა არ გევასება მაგრამ ლიჩნად მე მელაპარაკები ხარ
ფლანგს ერთი წამი ზურა გეხვეწები გამომხედე რა არ შეიძლება ეგრე ანუ შენ მეუნები რომ ძალადობის გარეშე უკეთესი იქნებოდა ანუ რომ მომხდარიყო ხო ჩემი აზრით პროვოკაცია მოახდინა მათმა ანუ ის ბაღათურია გოგო რა ეხა რას დასდევდით იმეებში სად მირბოდით რო გაეკიდე და გოგოსთან ერთად ცემეთ ის ლაშქარავა მაგით რას მიაღწიეთ ხო გეუნები კაცო ვაფშე რო არ მომხდარიყო ეგეთი რაღაცა კაი იქნებოდა მეთქი მაგრამ მთელი ეგ ჟურნალისტური корпуსი სინამდვილეში აი რანაირადაც ვიღაცა ის პრაიდის სასტავი აორგანიზებდა და მონაწილეობდა ეგრე მონაწილეობდა და მაგ ხალხისთვის ეგ არ გაწუხებს შენ პირადად მართლა ვაფშე არ მაწუხებს ვაფშე ნამუსი არ გაწუხებს ის გამო 100%-იანი იყო 5 თვის რაც მოხდა და ანუ ზურა შენ ფიქრობ თუ არა რომ შენ ის ხალხი დააღალატე შენი მომხრეები ვინც იქ მართლა იმისთვის იდგა რომ პრაიდი არ ჩატარებულიყო და ძალადობის წინააღმდეგი იყო ძალადობის წინააღმდეგი არა ის არა საქართველოს რა იყო ძალადობის წინააღმდეგი ეგ არის ტრუხა ბაზარი კაცო ყველა ფლანგი და ყველა მხარე ოცნება იქნება პროდასავლელები იქნებით თუ ჩვენი ფლანგი იქნება რაღაც არის რასაც რო აბიჯებენ არავინ არ გმობს ძალადობას ფიქრობ თუ არა შენ რომ შენი როგორც პოლიტიკური ტიპის ესე ვთქვათ, მთელი მოღვაწეობა დააყენე რისკის ქვეშ და დააზიანე მაგით. ანუ ფიქრობ თუ არა, რომ ძალადობის გარეშეც იგივეს მიაღწევს. თავის მომხრეებს მოეწონებოდათ, კაცო. ერთი წამი რა. სინამდვილეში რა არის, იცი? მე რომ ჩემ პოლიტიკურ მოღვაწეობაში არასდროს არაფერი არ გამომივიდეს. ოღონდ რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მაგ ვოუკიზმის იდიოტობის გაჩერება, რაც ჩვენ რო რამდენჯერმე მაგას შევასყიდით. ხო. სინამდვილეში ეხა ეგ იმდენად გაირკვა საქართველოში რომ მაგისი ბაზარი მაგრა გაზიანებს რომ ყველა მათ შორის პროდასავლელმა ფლანგმაც მაგას ცოტა გაზ დაუწია და კანონების რომ მიიღო ოცნება. ეგ ჩვენი დამსახურება უკრაინის ამბავში რო არ გავეძრეთ. თქვენ მაგისი არ გჯერათ, მაგრამ მე მჯერა და ჩვენ რო შევქმენით აქ ისეთი ბირთვი, რომელიც საპირისპიროს ამბობდა, აქ რო ვიღაცები გაზავდნენ, რომ ეხა მაგარი შანსი არის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გავისეირნოთ, რომ მაგისი მეორე ბალანსირი რო გავაკეთეთ. საქართველოს რო ეხა უკრაინის ბეწარია. მე ვთვლი რომ მაგაში დამსახურება მაქვს და ცხოვრებაში ვაფშე პოლიტიკურ წარმატებას რო არ მივაღწიო, მე ვთვლი რომ საქართველოსთვის კაი საქმე გავაკეთეთ და თქვენი ფლანგი მაგას ვუწონებთ თუ არა, მაგათ ერთი წამი რა თქვენი ფლანგი ჩამოყალიბდი რომელ ფლანგზე ლაპარაკობ, იმიტომ რომ ესე უჩემია რომ ერთი არ გაგვერთია. რეალობა ეგეთი არის რომ ფლანგი მეორე მხარეს როცა თვითონ ჭირდება. აი ზურა არ მიხდე, ეხლა 14 წლის ბავშვები რაღაცას გიკეთებდნენ. 14 წლის ბავშვებს დაანებე კაცო თავი რა, მეორე მხარეს აი ეს ლიბერალური პოლიტ ელიტა ვინც არის საქართველოში, რაც თავი მახსოვს რო ვიზდები ამ ქვეყანაში, ვინც რეალურად აგრულავს პოლიტიკურ დღისწესრიგს. მაგათ როცა ჭირდებოდათ და როცა ჭირდებათ. არც ხალხის წამებას ერიდებიან, არც ხალხის დაბრებას ერიდებიან. მაგ გარემოში რო ვცხოვრობ, მე მასეთები ზურა. მაგ დროს მე პასიმიზმი გავხდები კაცო. კაცო, ჩვენ ორივე წინააღმდეგ აქციებზე ვდგავართ და შენ მარტო ერთი გზა ირჩიე და ის თუ ძალადობით მოდის, შენ განდის გზა ირჩიე და მე განდის გზა არა. ვინ მოვიდა შენთან ზურა ძალადობით? ვინ მოვიდა კაცო მართლა? ბიჭო, ეხლაც აი ოცნების იდიოტური კანონებით ოჯახში რო უვარდებიან. გენდერული პოლიცია რო დააწესეს, ამას რაზეც ამდენი ხანია უტრაკებდით და ბავშვის უფლებათა იდიოტური კოდექსი რომ მიიღეს და სახში გივარდებიან, კი, ნელ-ნელა შენ სახში შემოდიან იმ ხარისხი და სახელმწიფო იმ ხარისხი. ხო, რა ვიკაცო, მე მაგის წინააღმდეგ. მოდი შევაჯამოთ რა ეხა, გასაგები თუ ტიპი გიტევს, მაგაზე რა მეციმძო შენ სამყაროში ჩვენ კონსერვატიულ ფლანგს არავინ არ გვიტევდა, ჩვენ პროსტა გავგიგეთ. აი კონსერვატიულ ფლანგის წარმომადგენლით თელ ამ ჩვენ მიმართულებას შეურაცხყოფის ირაკლი რაზე ვკამათ? მაგის პრობლემა ის ხო არ იყო ზურა, რომ შენ კონსერვატიული მოძრაობა იყო დაფუძნებული საქართველოში სულ დამპყრობელთა წინააღმდეგობაში და შენ პირიქით ვექტორია ირჩე და მაგის ბრალი ხო არის? ისე ეგ ხალხი არიან თუ არა, ვიც ეგ ხალხი წება შავაზმელი. მე ერთადერთი ვექტორი რაც ავირჩი არის საქართველოს ინტერესები უპირველეს ყოვლისა და თან როგორ მგონია, იცი? პატრიოტიზმი ის კი არ არის ხალხის უმეტესობას რაც მოწონს იმის მაგაში გეთახმები მაგაში გეთახმები სინდისი და სახელმწიფო ინტერესები რაც გონია სწორი ვაფშე მარტო რო დავრჩე მე ვიცი რომ სწორი ვაკეთებ და ვაფშე მან ცოტა გვატყუებ იცი რატო ცოტა იცი რატო შენ გაქვს ნათქვამი რომ მე რაღაცებს ზედმეტს ვერ გადავდგავ იმიტომ მაგალითად
საქმე რო არ დავაზიანო. არა, მაგალითად, ჩემი ამორჩეველი არის მაგალითად ანტინაციო რა, ეხლა უტრირებ, მაგრამ იმას არ ვამბობ, იმიტომ ზუსტი ეხლა ციტატა არ მაქვს. ანტინაციო მაგალითად აი კოალიციას ნაცებს ვერ შევეკრებ. ანუ შენ რაღაც ვთქვი, შებოჭილი ხარ, ეგრე არ არის მარტო რო დავრჩე. ეხლა იძახი მარტო რო დავრჩე, მაგრამ მარტო რო დავრჩე არჩევ, ვარც მაშინ არ შევკრავ ნაცებს, ნაცებს. არა, ხო, არა, მაგრამ შენ ესე ვთქვი, კაცო, ნაცების დედას რო ვატირე და არ შევკრავ, ეგ შენი პოზიცია, მაგრამ იმიტომ არ შევკრავო, რომ ჩემი ამორჩეველი ანტინაციაო, ეს ხო თქვი? მე მანდ ადამიანს. კიდე ერთი მეორეს არ გამორიცხავს კაცო. არ გამორიცხო, შევა შენს არ გიყვარდა, შევა შენ ამორჩეველზე მეტად გეზიზღებოდეს ნაცები, მაგრამ შენ ეგ არგუმენტი რომ მოყავს, რომ იმას ვითვალისწინებო. ანუ მაგ დროს ადამიანს უხსნიდი, რომლისთვისაც ეგ თემა მნიშვნელოვანი არ იყო, ამიტომ პოლიტოლოგიურად დაუხსენი. ანუ ტიპს უხსნი პოლიტოლოგიის ჭრილში, ანუ ჩემი პირადი შეხედულებები მოდი ჩავხსნათ პოლიტოლოგიურად. ეხა ადამიანურ ჭრილში საუბრობ? ადამიანურ ჭრილში. რა გასხობა პოლიტიკოსი ადამიანი ეხა რავი? ანუ პოლიტოლოგიურად ეხა გირშთან მაგალითად არის რაღაცები, რაც ლაპარაკს აზრი არ აქვს. შენ რაც მოყავს, ეგ არის გირშთან ინტერვიუ. გირშთან რაღაცებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მაგას ეგ სააზროვნო სივრცის ეგ მონაკვეთი არ აქვს, ამიტომ მაგას უხსნი იმ კუთხით, რაც არის პოლიტოლოგიური. ეგრე ფიქრობდა, იმიტომ ამბობ, მე რა რომ იმას უხსნი. გირს ვაფშე პრობლემა არა კაცო, გირში ამბობს რომ ვისაც გინდა იმას შეუკრავ კოალიციას და მაგას უხსნი რომ პრაგმატულად და შენ მიშას არ შეუკრავ კოალიციას პრაგმატულად, მაგრამ ამ პრაგმატიში ახსენე რომ მე მორალური კიდია, ამიტომ უხსნი პრაგმატულად. მე ვარო პოლიტიკოსიო, კაცო და ყველაფერს ისე ვერ ვაკეთებო, როგორც შეიძლება საჭიროა და გათვალისწინებაო. არც საკრებულოში? ხო, კაი. მოდი ერთ ვოუქიზმი ვახსენეთ რამდენჯერ. არცნებას არ შეუკრავ, შეგიძლია ეგეთი ისე. ანუ არაფერი ამოცანა არ იქნება. კაი, ეს 5 ივლისის ამბავი თითქმის შევთანხმდით, ერთი დაზუსტება მინდა გავაკეთო და მე გადავეdo სხვა თემად. ამ ხალხს რო უწოდო მე, ვინც იქ ადამიანებს არ ბევდა, შავრაზმელები, სწორი ტერმინი იქნება? არა, აბა შენ ვისწავ არ თავის დროზე. ორკები და. არა, ერთ წამ. აი ხა რაღაც ვიდეოს ჩაგირთავთ და ამასში ვისგულის ხო, მაშინ შენ მითხარი რა. ვარქიანებს ნეგატიური დღის წესი. საერთოდ როგორ ხვდებით დღეს, რომ რომელიმე ძალა კონსერვატიულია? ამისთვის საქართველოში საკმარისია, რომ არ გიყვარდეს ლიბერალები. ანუ ჩვენი გამაერთიანებელი ფაქტორი გარკვეული ჯგუფის მიმართ ჩვენი სიზღია და არა ქვეყნის მომავალი საერთო ხედვა და ფასეულობები. მეორე, არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეოლოგია. რაში გვჯობიან ქართველი ლიბერალები? თუნდაც იმაში, რომ მათი პლატფორმა მეტნაკლებად გამართულია და საბაზისო პუნქტებზე ის ყველანი თანხმდებიან. ვიცი ამაზე რასაც მიპასუხებ, საქართველოში უკვე მრავალი წელია მათი იდეოლოგიის პიარში უდიდესი ფინანსური და ადამიანური რესურსები იხარჯება, მაგრამ ეს ჩვენ უნარობას საერთოდ არ ამართლებს. რატომ არ არსებობს კონსერვატიული დღის წესრიგის დამცველი NGO-ები თუ ჩვენი ინტელექტუალური და პოლიტიკური ამბიციების პიკი რაღაც შავრაზმული ძალებია? სადაა ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია? ხო, აბა, აი შავრაზმელები ეგენი თუ არ არიან, ვიცი ხალხს და ვის შეიძლება გულისხმობდე, მაშინ შენ როცა ამბობდი რომ აი შავრაზმელებს რო ახსენებდი, ეგავართო კაცო? მაშინ ისეთ ლაპარაკობდი, შეიძლება პოლიტიკაში არ მოსულიყავ, NGO-საც არ გამორიცხავდი, ეთყობა NGO რატო არ გვაქვს? კონსერვატიული NGO რო გავაკეთოთ, მე ხაც არ მგონია ცუდია პროსტ ფინანსები არა. ხო, კაი, ეხა შავრაზმელებაზე გადავიდეთ. აი, მანდ რაც ვილაპარაკეთ თავიდან ბოლომდე, ეგ რო არ მომწონდა, იმიტომ გავაკეთეთ ჩემი პოლიტიკა. ხო, და შავრაზმელობაზე ხო, შავრაზმელობა არის. ესენი. არა, კაცო, ეგენი. მაგათ გულისხმობდი, მაშინაც ესე დარბოდენ. კი, აბა ვის არა, კაცო, მაშინ რა ეგრე ეხა არ ვითხოვ შავრაზმელებში იმას გულისხმობდი LGBT აქტივისტებს. არა, LGBT აქტივისტებს არადოდეს. ჩვენ ფლანგზე, კონსერვატულ ფლანგზე ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის, მაშინ თუ გინდა გეტყვი. არ გაქვს პასუხი. როგორ არა მაგაცო? მე გეუბნები შავრაზმელებში ეგეთ ხალხს გულისხმობდი, ვისაც ხალხი უშურტყავდა თავში თქო. არა. ანუ ვაფშე მე ძალადობას არასდროს არ გმობდი ჩემი ცხოვრების მანძილზე. ანუ ჩვენ ფლანგზე არის ჩემ და სამწუხაროდ და სანამ ჩვენ გავიჩნდებოდით, ეგ ვაფშე გადაუჭრელი პრობლემა იყო, არის ეგეთი სასტავი რა. არის შინაგანად და თავის იდეოლოგიით სინამდვილეში არ არის არც კონსერვატორი, პროსტა მიტნასმსნილი ამ თემაზე და რაღაცა იმიტაციური ქმედებებით ცდილობს რომ ამ თემაში დაიმკვიდროს. ანუ ხალხს უთხოვს თავში? არა. აბარით. ანუ არის აი ხა მე არ მინდა რომ ამას რომელ ლექციაზე ასწავლი, შორიდან რომ უნდა მოუვარო, არა კომფორტულ კითხვას. არა კომფორტულ კითხვებს არა, ანუ მე რაღაცაზე პასუხობ, შენ როცა ხვდები რაღაცაზე გავდივარ, მაგ დროს მაჩერებ ხო. კი, იმიტომ რომ სხვაგან არ მინდა წახვიდე. ეგ შენთვის არის სხვაგან. კაცო, მე კონკრეტული კითხვა დაგისვა, ვის ეძახდი შავრაზმელები? შავრაზმელები არიან ტიპები, რომლებიც როცა მართლა რაღაცა არის გასაკეთებელი, მაშინ დაკარგულები არიან ხოლმე სხვა ტრაქში არიან შემოწმული. და როდესაც რაღაცა პერფორმანსია დასადგმელი, მაშინ გამოარდებიან ხოლმე ჯვარქულები. ცემა არაფერ შუაში არ არის. შავრაზმელებს ეძახი ადამიანებს, რომლებიც არ ცემენ ხალხს. არა, შავრაზმელებს ვეძახი ტიპებს, რომლებიც სინამდვილეში არაფრის გამკეთებლები არ არიან, მაგრამ როცა რაღაცა ის არის მიტმასნილი არიან ეკლესიაში. მე ამბობ ცემას, არა და მე დარწმუნებული ვარ, აი 100% დარწმუნებული ვარ, ამაში გულისხმობ ადამიანებს, რომლებიც მაშინ დარბოდნენ, მაშინ რა ერქვა კონსერვატიული მას ის რო იყო
მარში. არა. ხო, მარშის დროინდელი 2017 წლის ვიდეოა. აბა რომ მარში ვინ იყვნენ კონსერვატორები აბა. მე მაქვს ერთი პრობლემა რა, ჩემ ფლანგზე არ მინდა ეხა რომ ვიღაცებს დავაკონკრეტო. იმიტომ რომ ჩემ ფლანგზე ისეთი უბედური სიტუაცია არ გალანძღო შენი ფლანგი, მე რო დაუძახე შავრაზმელი მე ეგეც ეყოფათ. კაი. შენ დაუძახე კაცო, შენს არ გეძახიან კაი რაღაცას ჩემ ფლანგზე, ასე რომ ურთიერთსიძულვილი არის დაფიქსირებული. კაი, ერთი კითხვა მაქვს კიდე. ეს ცოტა ისეთი კითხვაა რა. ერთი ცოტა რაღაც კუთხით სახალისო რამდენად ეთქმის არ ვიცი, მაგრამ ვოუქიზმი ვახსენეთ. ხო. ხალხს განუმარტოთ ხა ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ვოუქიზმში იგულისხმება თუ მოკლე გამარტებას გავაკეთებ, თუ კიდე რამე დამატებო ძალიან ხარ გაიჭრა იმაში. გამოღვიძება. მოგეთ ვოუქიზმი, არა, მაგის იმას არ ვიყიდე. მოგეთ ვოუქიზმი შენი ტერმინოლოგიით ავხსნი ისეთი უფრო გასაგები რო იყოს. ვოუქიზმი არის ულტრალიბერალები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ LGBTQ უფლებები უნდა იყოს თავი, მათ შორის ზოგი სამსახურშიც კვოტები უნდა იყოს და თანაბარ პირობებში ის წინ უნდა დააყენო. მოგეთ, აი, მოკლედ შენზე გავიგე კიდე რომ ყოფილხარ გეიმერი. რაღაც ვიდეო ამომიგდო. ოღონდ ეგ სიტყვას გამარტოთ, იმიტომ რაღაც ვიდეოში ხვდა ქართველი გეიმერები უწერდა და დედა აგინეს რა ასქვია ქართველი გეიმერები გეები ეგონა და მეც გეიმერი ვარ. ხო და ყველაფერს ძითაც სინგლპლეიერებს, მაგრამ ონლაინში მარტო FIFA-ს. ხო და მეც მიყვარს ის თამაში რომელიც ახსენე შენ მაგალითად Far Cry. ხო და მან არის LGBT აჯენდა. ხო და LGBT აჯენდა ჩემი საყვარელი ის არის, რომ მიხდი ხო რომ მაგას გეტყოდი უკვე. ჩემი საყვარელი სერია არისო და LGBT აჯენდა რო არის მაგას თავიდანები. ეგ თამაში ჩემი საყვარელი არა, მაგაში არის პერსონაჟი. არა, ჩვენ ამბობ Far Cry ჩემი საყვარელი სერიაო თამაშებისო. თუ კიდე ჩაგირთავ მაგას. ხო, ერთ-ერთი საყვარელი ის არის, მან არის პერსონაჟი, რომელიც სიგიჟის დეფინიციას კი, ვასი, ხო, მაგალითად მოიყვანე. ხო და აი ChatGPT-ში რო ჩავწერე, ვიცოდი უბრალოდ არგუმენტად ჩავწერე. Which game developer company is most woke? არის Ubisoft. შიგნით ის არის, ანუ შიგნით პერსონაჟები არიან ტრანსგენდერები, ეს ბისექსუალები და ამას რო თამაშობ, ეხლა მაგას კი არ გონები რატო თამაშობ თქო, მაგრამ რაღაცა ის დაგემართა მე მგონი, და ვერსაჩე რო ეწერა მორგოშიას რა, დაახლოებით. ნუ მე პირიქით ეგ არგუმენტი უნდა მომიყვანო, ეგ როგორი რაღაცა არის, იცი? პიდარასტი კუჭურიების შექმნილი ტანსაცმელი რატო გაცვია თუ რატო გაცვია, არ გეუბნები კაცო. ხო, უბრალოდ მე მგონია რომ შემოხრება, რო გაიგო რომ შენ ერთ-ერთი საყვარელი მომხრევს, მაგრამ კიდე მომხრებით რომ ძალიან ბევრი თვითონ გეიმერია და სხვათა შორის კარგად თამაშობთ ხოლმე ონლაინში. პიდარასტები შექმნილი ტანსაცმელიც ბევრს გვაცვია და ზოგადად რა ვეხა ალბათ შეიძლება აი ეს ან შარვალიან რაღაცა არა ეგრე რო არიცი ხო მაგრამ რო იცოდე ჩაიცმევდი ეს ვერსაჩეს დაიწერდი შენს ანუ ჩაიცმევდი ლეზემ კიდე ამეთქი ალბათ ლეზემ კიდე არის რომ ალბათ შექმნილი არის ვიღაცა პიდარასტის ალბათ სხვა არის და რო იცი ნუ კაი, მოდი ჩავთვალოთ, რომ უეჭველი აი ეს მაიკ არის ვიღაც პიდარასტის შექმნილი და კაი. არაფერი, მე გეკითხები ჩაიცვედი თუ არა. თქვენი ფლანგი ცოტა რას ვერ ხვდება, იცი? მე მგონია რომ ეგ არათანმიმდევრულობაა ცოტა რა. ანუ ამ LGBT თემაში თქვენი ფლანგი ცოტა რას ვერ ხვდება, იცი? აი, მოდი ეგეთი კითხვა დავსვათ რა. ჩვენი ფლანგის ამოცანა რო იყოს გეების თემა. ანუ რა ჩემ ფეხებად გვინდა მაინდა-მაინც LGBT გეების თემა არ არის. მე ჩემას გეტყვი თუ გინდა რა არის თქვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანა არის აი ეგ რაღაცა დღის წესრიგი, ანუ მაგის ნორმალიზება საკანონმდებლო პოლიტიკურ დონეზე არ მოხდეს, თორე ვიღაცა მოპიდარასტო ელემენტი სახში რასაკეთებს, მოდი რა გულწრფელად ვთქვათ, ყველას მაგარი ახატია. ხო, მაგრამ არა, მე მგონია რომ თქვენი ამოცანა უფრო ის არის რომ დასავლეთს მიაწეროთ და დასავლეთი გვაპიდარასტებს და რუსეთი არის ჩვენი ტრადიცია და ეგ არის რუსული ნარატივი. და მაგიტო არის ერთ-ერთი არა, ვაფშე რუსეთშიც კაი პიდარასტობა. არა, კი, მაგრამ რუსული ნარატივია ეგ. პირველი იმ დროს რუსეთი რო გავყრილება, არა, რატო არის რუსული ნარატივი? გეტყვი რატო არის? არა, აუხსნი ხო გაინტერესებს რას განსხვავება რა არის რუსეთსა და მაგას შორის გეტყვი რა. არა, ჯერ მე უნდა გითხრა რა გიხსნა საკანონმდებლო დონეზე მაგალითად იქ იგივე კანონმდებლობა რაც ჩვენთან ახლა მივიღეთ და აქაც რომ მივიღეთ, კაია, ანუ მაგისი ნორმალიზების აკრძალვა იქ უფრო ადრე მიიღეს და ეგ მე გეტყვი თქვენ რა შეიცვალა სულ? რუსული ნარატივი რა შეიცვალა? აი ხა ქუჩაში მაშინ რომ მოგვიწია ფიზიკურად რაღაცა დაპირისპირება, ეხა არ მოგვიწევს, იმიტომ რომ მაგი კანონით რეგულირდება და მე ვაფშეტა ისე რო იცოდე 5 ივლისამდეც მაგას ვლაპარაკობდი რომ სინამდვილეში ეს ხალხს არ უნდა უწევდეს. ეგ უნდა იყოს აკრძალული კანონით და სიმში და შე რო წარმოგეკითხე მან ნარატივი რატოა? რომ მშვიდობა უნდა იყოს და რაღაცა მშვიდობა როგორ ყარდება? საზოგადოების უმეტესობის სიმშვიდე ყარდება ეგრე. აი ეგ დარეგულირდა კანონით. აი ვაფშე აღარ დგას ეგეთი პრობლემა რომ აი ხა კონსერვატორები გამოვარდებიან და რაღაც 5 ივლისი კიდე მოეწყო. კაი, მოდი. ანუ კაი კანონია რა. კაი, მოდი კითხავ ეხლა მაგ LGBT თემაზე რა. რეალურად ეხლა ნარატივი რომ ევროპა გვაძალებს LGBT
იმას რა ქვია, ჯვრის წერას თუ ხელმოწერას და რამე არის დიდი ტყვილი. არ არის. არავინ ამას არ გვავალდებულებს. ერთად აი თუ დავასრულებ. ჩემი აზრით ევროპას მაგარი კიდეა. რა ქვია, ზურა ეხა ზურას ქალები მოსწონს თუ ისა კაცები. მაგრა კიდე აი იმებზე ვლაპარაკობ. დავასრულები და კითხვა რა. ეგ აჯენდა რო არ არის, მაგას ამტკიცებ თქვენ. ზურა ერთი წამი რა. ბიჭო, აი კითხვა არ დამისვლა. რაღაცაში თუ ფულს დებენ ტიპები, რეგულაციებსაც თხოვენ. აგიხსნი ეგ არაფერი არ არის. ეხლა ვიგეტყვი რა. ანუ ის რო პროპაგანდა ის რა ქვია ამ ამერიკიდან წამოსული ეს რა ერთადერთ რაღაცას ითხოვს ევროპა, რომ ამ ადამიანებს აქვთ უფლებები. და ამ უფლებების ერთ-ერთი ნაწილი არის პრაიდი. ისი რა მაიწერს? მოდი აი ევროპაზე გეტყვი, თქვენ ხო შემოაგდეთ ეგ თემა, შეიძლება პასუხი გავუცემ. რა თემა ზოგადად ევროპაზე ესე? აი ევროპა გვაპიდარასტებს, არ გვაპიდარასტებს. ეგ რუსული ნარატივი რატო თქო? გეტყვი შეიძლება ბარი მაგასაც გაიცი. აი დავე გამოვში რატო რუსული ნარატივი და ორივეს გაგცემთ პასუხი. ეგ რატო არის რუსული ნარატივი? იმ დღეს ეხა ცხოვრებისეულ მაგალითს მოვიყვან რა. შვეიცარიელი ბიჭი შემხვდა შემთხვევით ბარში რა. და ნუ აღმოჩნდა რომ უკრაინელი მეგობარი გოგონა ყავდა და იქ რაღაცები იცოდა რა საქართველოზე და რომ მოყევი ჩვენ ხელისუფლებას რა ნარატივი აქვს მეთქი და იცოდა საქართველოს ჯორჯიან დრიმ იცოდა რა მოკეთ ბევრი ვარ გავაგზავნე და ეხა გაცინებ მეთქი მოყვები რა პროპაგანდისტული ნარატივი აქვს მეთქი და ეს წავი გამოვიცნობო და ესაო უსინდისოები ვართო და გარყვნილებიო და გეებიო ხო აი იმანაც კი იცოდა იმიტომ რომ რუსეთსო ზუსტად იგივე ნარატივები ქონდა მათ შორის უკრაინაშიო გავიგე შენ ხა რაღაც ანეკდოტური თემა მომიყევი რომ აი ვიღაცა ტიპი ვიცი და ის არაფერი ანეკდოტური არ არის ეს მაგალითი მოვყევი უბრალოდ ხო ანეკდოტური თემა ეგ არის ხა გავაიბურება მოდი ახლა რა ეგეთი კითხვა დავსვათ ევროპას ანუ შენ გიდა წარმოიდგინე მოკეთ რუსეთი არის ჩვენი იდენტობის დამცველი იმიტომ რომ რუსეთთან ბევრი ის არ გვაქვს სხვანაირი ის რა ქვია საერთო მართლმადიდებლობა ერთი ეგ ნარატივი მოდის თქვენი საკომუნიკაციო არხებიდან მთლიანად ეხა რას მეუბნები ბლად. ანუ ბლად ხო. ნახე ჩვენ არასდროს არ ვამბობთ რომ რუსეთი არის საქართველოს სიწმინდის დაცვა. მე ვაფშე არ მგონია რომ რუსეთი არის კონსერვატიზმის მექა. მე მგონია რომ რუსეთი არანაკლებ გალიბერასტებული არის თავის საზოგადოებით ვიდრე დასავლეთი. გაკმაყოფილებს ეგ განცხადება? კორექტულად აღწერ სიტუაცია. არა, კი, არა, მე რუსულეთი რა. იმას რო ეძახ ევროპას რაღაცა კონკრეტული პრობლემა ობიექტურად რო აქვს, ეგ რომ მე ეგ ობიექტური პრობლემა რუსულმა პროპაგანდამ გამოიყენოს სათავისოდ ეგ შესაძლებელია? რა თქმა უნდა. კაი, მე ვამბობ რომ რეალურად ეგეთი მოვლენაა. სინამდვილეში ამ დასავლელებს მართლა აქვთ ეგ პრობლემა და მაგას ეფექტურად იყენებენ რუსები. და შენც? ნუ კაი, მეც. ხო, ეგ არის, მეტი არაფერი ზურა. რაღაცა პრობლემა თუ არის და მაგ პრობლემას რუსები იყენებენ, მე მაგაზე უნდა გავჩუმდე. მე ეგ დასვლა არა, არ უნდა გაჩუმდე. აბა რა ვიხარ? შენ რომ მაგას ირჩევ ერთ-ერთ თავარ ნიშად, ერთ-ერთად. რავი, მე ეგ თემა, მაგრამ ეგ არის რუსული ნარატივი. არ გაწუხებს. ანუ პუტინმა რო თქვას რომ 2x2 4-ია, მათემატიკას თავი უნდა დავანებო მაშინ რა. ეს ეხა შენ გაგცემ მოდი პასუხი. შენ რა კითხვა ქონდა? აი ეს ვაპირა. მე მივიღე პასუხი. ანუ პუტინმა რო თქვას რომ 2x2 4-ია, მე მათემატიკას არ გავაუქმებ მაგითი. თუ რაღაცას რუსების სიმართლეს ამბობენ, მაგათი პროპაგანდა არის სიმართლეა. ტყუილი არის. რუსეთზეც ვიღაცები სიმართლეს რო ამბობენ, ფეხსემ კიდია კაცო ეგ პროპაგანდა არის სიმართლე. ეხა შენ პასუხობ, არის თუ არა ეგ სინამდვილეში გარედან თავს მოხვეული და რაღაცაში მილიონობით დოლარი რო იხარჯება. რო მოდის იქიდან გაიდლაინები, რო ეს უნდა გაითვალისწინოთ. შენ რო არ გაძლევენ გრანტს თუ მაგ რაღაცა თემებში აჯდები. ესე იგი, იმ ხალხისთვის ეგ არის როგორც მინიმუმ ძალიან მნიშვნელოვანი. იმ ხალხისთვის თავარი არ არის ეგ. თავარი არის ადამიანის უფლებები, სასამართლო რეფორმა და ასე შემდეგ. შენ მაგაზე აკეთებ. აი ეგ არის რუსული. მაგ ხალხისთვის ეგ იმდენად თავარია, რომ საქართველოში მაგათ პროდასალური აჯენდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხო ეგ გახდა. რამდენი NGO მუშაობს მაგაზე? იმდენად ტიპებისთვის თავარია. ეგ ხატავ შენ. მაინც არ დააგდეს მაგის არა, არ არის თავარი, ეგ არის კომპონენტი. ანუ რაღაცა რო გაზიანებს შენ, რაღაცა რო გაზიანებს შენ, გეოპოლიტიკურად რაღაც ადგილის დათრევა გინდა. შენ იდეოლოგიის ნაწილი რო იქ გაზიანებს და მაინც რო ტენი, ესე იგი შენთვის ეგ იდეოლოგიის ნაწილი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შენ პოლიტიკურ დარტყმებსაც კი იღებ, მაქიდან გამომდინარე,
წავი ხა ერთმანეთისგან. ერთი არის ის, რომ LGBT-ებს აქვს უფლებები და მეორეა ის, რომ ქორწინებას ვიღაცა გვალდებულებს, რომ გეი ქორწინება იყოს საქართველოში. მე ამაზე გითხარი ზურა. მე გეუბნები, რომ დასავლეთისთვის LGBT უფლებები, ეს ვოუკიზმი არის ოფიციალური იდეოლოგია, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი სადღაც. არა, უკაი, რა ის ოფიციალური იდეოლოგია? აი, როგორი მანივა რელიგია ხო არ არის, ვარე? ბიჭო, რაღაცა კვაზი რელიგიური თემა არის კი. ეხლა გეტყვი რა, კაი მაგალითს მოგიყვანო. საბჭოთა კავშირი სადღაც აფრიკაში რო ჩადიოდა და ვიღაც ტომის ბელადთან რო უნდა გაეფორმებე, იქითა ტომის ბელადი რო ამერიკისკენ იყო, აქეთა ტომის ბელადი ამის მხარეს უნდა გადმოსულიყო, ხო? ვაფშე ტომი არის ტიპები შვილდისრით დარბიან, მაგრამ საბჭოთა გაზეთში მაინც ეწერა, რომ აფრიკელი მშრომელები აგერეს პროლეტარიატი გადმოე რა პროლეტარიატი ბიჭო ტიპი შვილდისრით დარბის, ხო? აი ზუსტად რამდენიმე უნდა ვილაპარაკოთ ახლა ამ თემაზე. ზუსტად ეგეთივე იდეოლოგიური რაღაც ნარატივია, შენ პროდასავლელი თუ ხარ და დასავლეთი საკუთარ სიკეთეს აპრავებს, რომ მე ამებს რო ვიცავ, ამიტომ ვარ კარგი, ანუ საკუთარი ამებს რო ვიცავ, არა, ადამიანის უფლებები რომ აქვს, ეკონომიკა რომ აქვს და უკეთესად რო ცხოვრობს ხალხი. ჩვენ ევროპაში რატო გვინდა? შენ რა გონია ახლა რომ ჩვენ ბაბს რასაც ეძახი, LGBT უფლებები გვინდა თუ კარგად ცხოვრება გვინდა? რო გინდათ იყოთ დაცულები, კარგად გვინდა ცხოვრება. დიდრები. ხო, ბევრი რამეა კარგად ცხოვრება. გინდათ იყო დაცულები. ეგ არის მე-1000 ხარისხოვანი კი არა. ეხა მოგიწერ ხეს, თუ გინდა რომ არც ერთი კანონი არ მივიღოთ და შენ მომიწერ ხეს რომ შევიდეთ ევროკავშირშიო? ეგ რო არ მივიღოთო. მიდი კაცო, მომიწერ ხეს. მე გიწერო LGBT კანონი არ მივიღო. აი და გინდა ნატოში შესულხარ, გინდა ევროკავშირში, მაგისი ტრაკი რო არა გაქვს და ეგ რო არ გამოვა. აბა ეხა სხვაგან წახვედი მე? არა კაცო, მე ეგ არ არის მნიშვნელოვანი თქო. როგორ არ არის მნიშვნელოვანი? 30 წელი ამ ქვეყანაში ბიჭო, 3 თავრობა ყავდათ, რომელიც სამივე ამბობდა რომ პროდასავლელი ვარ. შენ შეიძლება ერთი ამბობდა და მეორე პროდასავლელი რის გამო ვარ? LGBT უფლებების გამო? არა კაცო, სხვა ეგრე გამოგყავ შენ. ეგ სამივე მთავრობა აქ ჩალიჩობდა, შევდივარ დატოში, შევდივარ. მე როცა დაგვიძახეს აი როცა დაგვიძახეს მე გაგაჩერეთ ბიჭო ევროკავშირში როცა შედით რა ვიცი შევიდოდით რო არ აზიანებდეს სხვადასხვა აქტორები პროცესს ახლა ევროკავშირში რატო არ შევედით თურმე ვერ შეხვედით არა ალტიფოს გამო არ გეუბნები პოლიტიკოს კი მათ შორის კი აი კაი ერთ რაღაცას კი აუ ეხა ეგ ხო ეგ ლაპარაკი რატო არა ვართ იცი სინამდვილეში რატო შენიც მე ვიცი კი აბა ზუსტად თუ იცი მითხარ არსებობს ეგეთი რაღაც გეოპოლიტიკა გაგიგია? არა, გეოპოლიტიკა არ გამიგია. დებილი ვარ ზურა, ისე გინდა რომ გამოვიყვანო. ხო. კითხვა დავსვი რიტორიკული. ხო გაგიგია? მე გააგზე. მან ხო არის ცნებები საბაზისო. ჰარტლანდი, სიფაუერი და რიმლენდი. ხო იცი გეოპოლიტიკა? ეგ ტერმინები არ ვიცი, მაგრამ ხო, ხო, მე ყველა გეოპოლიტიკა ვის დაწერა მაკინდერმა იმისი ტერმინოლოგია. ჩვენ ვართ რიმლენდი, ბუფერული ზონა ჰარტლანდსა და სიფაუერს შორის. შენი ფუნქცია არ არის გახდეს სიფაუერის ნაწილი. შენი ფუნქცია არის ბუფერული ზონა იყო მატერიკულ ცივილიზაციასა და ზღვის ევროკავშირის ნაწილი მაგათაც გახდები? კარგი, რა ზურა, რა ფინეთიც ეგეთი ხო არ იყო შემთხვევით? ფინეთი ეგეთი იყო რაღაცა. ხო გახდა უცებ მე ჩვენ შეგვიძლია იქ გავდეთ ზურა. შეგიძლია? დადე. საქართველოში ეს არის ევროკავშირთან ვიძახი. ზურა, ფინეთი არის არგუმენტი, მაგრამ ზურა ერთი წელი დაუბრუნდით რა. აგ არგუმენტში. ზურა, პაიზი უკრაინას ჯერ არ დამთავრებულა იქ პროცესი შეიძლება უარესად დამთავრდეს, მაგრამ ფინეთი არის კონკრეტული მაგალითი. ზურა, რაღაც კი არგუმენტი არ არის შენი. არ არის. აბა 5 ივლისს რა, ერთი წამი რა. არა, თვეებას დაამთავრდა, რაც გინდა ის ვკითხებ, კაცო, აი. იმიტომ რომ წააგო ეს არგუმენტი და დაამთავროს, მიდი. რავი კაცო. არ არის აგებაზე და მოგებაზე, გისმენთ? საქართველოში. ეს უყურებს. ნუ, საქართველოში არის ეხა საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა. შენ რეალურად რუსეთის სამხედრო გავლენის ზონაში ხარ. ამერიკის ბაზა აქ იმიტომ კი არ არის საქართველოში დემოკრატიის დონა როგორი არის. ვაფშე რო არ არის დემოკრატიის დონა, იქაც არის ამერიკის ბაზები. იმიტომ რომ არ შეუულიათ. აი გარი პასუხი. ეხა საწავიდა რა შუაში. ბუფერული ზონის ფუნქცია არის, აქ არის კონფლიქტი. ბუფერულ ზონაზე გაგეცით პასუხი და იყო კარგი არგუმენტი და გასაგები და მაგისი ძალიან კარგი გასაგები. შენ უკრაინა შენთვის უკრაინა იყოს მნიშვნელოვანი. უკრაინის ჩვენთვის უკრაინა რა ჯანდობად გინდა ფინეთი ხოდა გითხრა. შენ საქართველოს უკრაინასთან უფრო ახლო არის თავის მდგომარეობით ისტორიული კონტექსტი. ბუფერული ზონა ახსენე. შენ გგონია რომ საქართველოს თავისი მდგომარეობით არის ფინეთის მდგომარეობა ეხა გადახვედი არა ეგ манипуляცია შენ ბუფერული ზონა ახსენე ბუფერული ზონა გიცით პასუხი რაღაცა პერიოდი ეგ ბუფერული ზონა კაცო მოძრაობს მე მაგას კი არ უარყო პროსტა საქართველოს მიმართებაში ეგ ბუფერული ზონა ჩვენკენ კი არ მოძრაობს სიფაუერი ბუფერული ზონა მოძრაობს იქით
ჩვენი შავი ზღვის რეგიონში ბუფერული ზონა ეხა სამომავლო იმაზე გადავიდეთ. ხო, ანუ აზრი არ აქვს. დღეს რა სამომავლო კარგი არგუმენტი იყო ირაკლი. გავაგზავნო რა ზურა. ეს 17 მაისს ის რო არის ბაჭოგურის იცნობ აი ის ბავშვთა შვილების ტოლა მოძალადე ორი ყვერი რო არის იცნობ ბაჭოგურის მე რო პოზიტივში ვიყავი, მაშინ ეგენიც იყვნენ ბლოგერები და ნუ რავი ხა გამარჯობა. როგორ გაგი? ეგენი როგორ არცეთ? 17 მაისი იყო თუ წარმოდგენა არა მაქვს 17 მაისს მე პროსტა რავი რიგითაც რაღაც ვიდექი და ჩორტი ვოზნაი ეგ ერთი მეორე რავი ხა ბაჭოგური ასაკეთებ და ბაჭოგურის კითხი კაცო მე არა მე გითხარი ავტობუსში მაქვს სურათი როზიან ესე საწყლად და გაგექცათ თქო ანუ რა გაექცათ ხო გააპარა პოლიციამ ხო აი მე ჩორტი ვოზნაი კაცო რავი კაი მოდი საერთში ვიდექი აი ერთი კითხვასაც დაგისმევ და LGBT თემა მორჩეთ და მინდა საქართველოს რუსეთზე გადავიდეთ მე გეტყვი ესეთ რაღაცას სურა გულწრფელად მაინტერესებს რა აი შენი შვილი რო LGBT თემის წარმომადგენელი იყოს და იქით ამ ხარეს ყოფილიყო იგივე მოწოდებებს გააკეთებდი. გულწრფელად მიპასუხე. გულწრფელად გეუბნები 100%. რო ეცემათ. რა ბაზარი არა. შეო გავიგეთ, პასუხია, გასაგებია. კაი, მოდი ბოლოსკენ უნდა წავიდეთ. თუ არ გინდა ჯერ. არა. ბევრი კითხვა მაქვს მეც მაგრამ არა, რუსეთის თემის გარეშე. კაი, მიდი. ესა ადამიანს რაღაც აწუხებს, მოდი არა, მე უბრალოდ გადავიდეთ რუსეთის თემაზე. რუსეთის თემაზე მოკლე კითხვა მქონდა, პრინციპში ალბათ მოკლედ უპასუხებს. ზია ამაღლობელთან დაკავშირებით მაინტერესებს, რა მე დღევანდელობაზე გადმოვიდი ამ LGBT თემებმა, იმდენი ვილაპარაკეთ ხო? გასაგები რატოს? კონტექსტური ზია ამაღლობელზე მაინტერესებს, ისევ აქ პროტესტს დაუბრუნდი რა. შენი აზრით უსამართლო პატიმარია თუ არა? ანუ ზია ამაღლობელი არის პოლიციელს რო სახეში გაარტყა ხელი ხო ეგ არის? სილა. ხო, სილა. ხო. რავი ხა მე რო ქართული ოცნების ადგილას ყოფილიყავი, მაგ ადამიანს დაუწერდი ჯარიმას და გამოუშვებდი. რა შეუფარდეს მაგ ადამიანს, ეგ არის, აი როგორც იურიდიული განათლების მქონე ადამიანი გეუბნები, რომ ეგ არის სამართლებრივად იდიოტიზმი, როგორც მინიმუმ კანონის დარღვევაც არის, იმიტომ რომ სასჯელი არ შეესაბამება. რატო პრესა ეგ პოლიტიკურად არის? რატო არ ლაპარაკობთ აი ამ ტყვეებზე თქვენ ტელევიზიაში? აი მაინტერესებს უბრალოდ, ანუ შენ გეტყვი რატო კაცო? იმიტომ რომ მაგაზე მე გავეცი პასუხი ბოდიში, დაგეხმარე. ფლანგზე მე ვისაც ვთვლი რომ მაგაზე ვერ ვილაპარაკებო. არა, ჩვენ ფლანგზე სინდის პატიმრების ვისაც ვთვლიდით, მაგაზე პირიქით ეგ ფლანგი რო ტაშს უკრავდა, ჩვენ რო უსამართლოდ გვექცეოდნენ პარტიას რო გვიუქმნებდნენ Facebook-იდან რო გშლდნენ, გვაცენზურებდნენ, ან ჩვენ მიმართ მთელი რიგი უკანონობები რო ხდებოდა, ეგ ხალხი ხო ჩუმათი იყო. ხო და ამის ჯინოზე ეხლა ჩვენ ჯინოზე არა, ანუ რავი ეხლა იქნება ასწავლო და ანახო რომ უკეთესი უნდა. რაგერ თქვენთან ხოლმე ვარ. აზრი ხო დავაფიქსირე. მე უბრალოდ ჩემი საეთერო დროის დიდ ნაწილს უთმობ იმ თემებს, რაზეც ნერვიულობ და რავი ეხლა გავიგე. დაუთმოს მეტი დრო თორე ჩემი ესა პოზიცია მიღებულია ზურა პასუხი პოლიტპატიმარიაო. მიღებულია პასუხი მე ერთი კითხვა მაქვს. ერთი კითხვა მაქვს. რა ეგ ის არის გამოუჭირო რომ მაინტერესებდა აზრი. არა, მე მაგას იმიტომ გიხსნი რომ თქვენი წარმოდგენა იმაზე შეიძლება ჩვენ რა პოზიციები გვაქვს თელექ საკითხებს შეიძლება დრამატულად აცელილი იყოს რეალურად. მე არ ვთვლი რომ შემზია ამაღლობაზე იტყოდი რომ არ არის პოლიტიკა. მედია თავისუფლება. რამდენად ღირებულია თუ გირჩევნია რომ აი რუსული მედია გქონდეს აქ და ბიძინა ივანიშვილი წყვეტდეს ვინ რას ვილაპარაკებთ. ნუ მაგისკენ მიდის რეალურად. მიყავს მაგისკენ და აქ მაგის შანსი რომ აქ რუსული მედია ვინ არის? რუსულია თუ რუსულია რა რუსული როცა იძახის და ის არის. ო ეგ განმარტება მინდა. ნახეთ თქვენთვის არის ეს რუსული რაღაცა საკრავი. მე მაგას სხვანაირ სახელებს ვარქმევ. ხო ანუ არის დაცენზორებული, ავტორიტარული, რა ჩემს სულ ერთი არის კაცო, გინდა რუსეთში მართლა ეგეთია, სხვა ქვეყნებში მართლა ეგეთია, თქვენ პროსტა ეს რუსული რაღაც საკრალურია, მაგრამ კაი. რუსეთი განსაკუთრებით არ მიყვარს, იმიტომ რომ ტერია, ხო? რა, დავარქვათ მაგას რუსული, ხო? ტერია. მაგისკენ მიდის. მათ შორის ეს კანონი რაც შემოიღეს, რომ აი ჩვენი ლანძღვა არ შეიძლება, მონას დაძახება არ შეიძლება, ეგ არის მაგისკენ ნაბიჯი. და ჩვენ მაგალითად რაც ეგ კანონი ვაფშე გააჟღერეს, იმის მერე ვამბობთ, რომ ეგ არის იდიოტური კანონი და არ შეიძლება მაგ კანონს მიიღება. ეგ ჩვენი პრინციპული პოზიცია, იმიტომ რომ თუ ვინმე მიცის რას ნიშნავს, რომ როცა ლაპარაკის საშუალებას არ გაძლევენ, ეგ ჩვენა ვართ, იმიტომ რომ ვაფშე ტელევიზია იმიტომ გავაკეთეთ, რომ იმდენჯერ წაქშვალა აი ამ NGO სექტორმა, რომელიც რეპორტებს ვინც აქედან აგზავნიდა Facebook-ში და YouTube-ზე და ასე შემდეგ, რომ
ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა. ამიტომ მე ვიცი რას ნიშნავს ცენზურა, ამიტომ მე როგორი პოზიცია მაქვს, იცი? რაღაცას დილობის და ნორმის ფარგლებში, აი მაგალითად რელიგიის შეურაცხყოფაზე მე ვთვლი, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მოსულა. კობახიძის გინებაზე შეზღუდვა არ მოსულა. ანუ მაგ რაღაცა ჩარჩოები, მაგაში ადამიანი თუ ჯდება, რავი, თქვენ ხო გაქვთ რაღაცა ლიბერალური ნარატივი პირობითად, ხო? მე ვთვლი, რომ მაგისი უფლება უნდა გქონდეს. ლიბერალში რა დაინახე, მე ადამიანის უფლება, ეხა უქე არ დამიზახო კიდე, მაიცა. კაი, რა ნარატივიც გაქვს? ნორმებში თუ ჯდება, უნდა იაპარაკო, კაია ეგ პროცესის. ვიცი, გვირი ყავდა, ტიპებმა ყველა მოგვიკლეს. რუსებზე. ხო, აბა ვინ მოგვიკლა ეხა? ყველა ტიპი მაგათმა მოგვიკლეს. აი რანაირად შეგიძლია დობა კონდეს რომ აი რო საუბრობ როგორ ახლა შენი რისთვის ელაბორატორია იმ კაცის სიტყვას ფასი თუ არა შენი ძახი რომ ეკონომიკურ ნაწილშიო ვითანამშრომლებო იქო იმებსო რა ქვია საჯარო ნაწილი ეგრე წარმოგიდგენიათ რომ საერთაშორისო ურთიერთობები ჩემი არა ერთი წამი დავასრულე ერთი წამი ზურა დავასრულე ჩემი ჯერაზე არის აწყობილი საერთაშორისო არა ზურა ერთი წამი კი სხვა კითხვა მაქვს აბსოლუტურად რა ანუ გიტური რომ მოკლეს რა იმაში ეკლესიასთან და ლობისავით ჩაკეტა შენი დედა ციო რო უთხრა. აი მაგტიპებს რატო არ გააპროტესტე? რატო არ იყავი იმაზე დასაფლავებებზე? არ გეცხი და დაწუნებული ვარ რომ ყველაზე მაგარი გამწარებული იქნებოდი. ბიჭო, მან დაიხა მოდი რაღაცებს გეტყვი. ვიცი რომ არ მოგეწონება, მაგრამ სინამდვილე ჩემი აზრით ეგეთი არის რა. აი ეგ ყველაფერი ჩემს დაიყვანება როგორ ტექსტამდე, იცი? რატო არ როდი ერთხელ მაინც ყოფილ ხარ საოკუპაციო ხაზთან, აი რაღაცა მაგისტრი ეგრე არ წამიყვანა ეგ არა, ეხლა რაც გითხრა ის არის. შენ გერჩინა რომ ეგეთი. რა, კოპაკიძე რო არა. ერთი წამი საოკუპაციო ხაზთან დაწუნებული ვარ ხარ. ბიჭო, საოკუპაციო ხაზთან კი არა, შეიძლება გადასულიც ავარ იქით ხარ ეს, მაგრამ მე სხვა რამე. ხარ ეს დადისკუსია. არა. როცა კონფლიქტი იყო მომხდარი, მაშინ მე ქართულ საბრძოლოების ამბავში გადაღებები გქონდა და ვაფშე იქ ეხა ციხერო იქით არის მოხდა რაღაცა სიმართლეს გვეუბნებოდი, რომელიც ბევრს არ მოეწონებაო. ხო, ნახე. მე მაგალითად ეხა რა ფუნქციასაც ვხედავ ჩემში, არის შემდეგი რა. ეგ ადამიანი რომ მოკლეს მე ეთერში, მაგალითად გავაპროტესტე კი არა, რაც ვილაპარაკე, შეიძლება ამოიღო და ნახო. რა ვილაპარაკე გაგვახსენე აგერ. ანუ მე ვილაპარაკე რომ ეგ არის უბედურება და ტრაგედია, ვინც მაგას ესროლა. ნუ რავი, გინება კი არა, რავი. მე ვაფშე ჩემი აზრი არის რომ ჩვენ რომ წესიერი სპეცსამსახურები გქონდეს, იქით უნდა გადადიოდნენ და მაგას ისე ქვითავდნენ რომ იქიდან სროლის თავი აღარ გქონდეთ, გინდა აფხაზეთთან. დიდი ხანი ვაკეთებდით ეგრე. ხო, ეხა ტრაკი არა გვაქვს და ეგ ცუდი არის. ან ტრაკი მიცემული გვაქვს. არა, პროს ტრაკი არა. ხო, მაგრამ ეგ არის ჩემი პოზიცია და ეგ ნათქვამი მაქვს. ანუ აი თქვენ რომ ამბობთ რომ მაგაზე რატო არა, მე ვაფშე ნათქვამი მაქვს რომ ჩვენ წესიერი სპეცსამსახურები რო გყავდეს, იქით უნდა გადადიოდნენ და ისე უნდა ქვითავდნენ მაგ თემას რომ იქ 9-ჯერ დაფიქრდეს ტიპი. და მაგაზე რუსეთი არ გაბრაზდება? რუსეთთან მე რასაც ვამბობ. შეხო რუსეთის გაბრაზება არ მოხდა. რუსეთთან რასაც ვამბობ, ეგეთი დიალოგს თუ აწარმოებ, აქ ადგილზე ეგეთ ექსცესებს თუ ეგრე წვით და რუსები მაგაზე დიდად არ ინერვიულებენ დამიჯერენ. ესე გონია. არა, ეგ პრაქტიკა არის ეგეთი. აი, შენ ახსენე დიალოგი. ეგ ერთი, ეგ მეორე. რა არის პრაქტიკა რომ რუსეთის ტერიტორიაზე გადის შენი სპეცსაზმი კილერი ვიღაცას კლავს და იმას კიდია? იქ ადგილზე თელი რიგი ჩრდილო კავკასიურ რესპუბლიკებში ეგეთი რაღაცები რო ხდება არა, ეხა აფხაზეთში სულ გადადიოდნენ და საბაჭოხში და მიდიოდა იქ გადაცემები და სულები იყო ეგ მოძრაობა. სანამ აფხაზეთში მონადირეს რაზმი იქ რაღაცებს აკეთებდა ის იქ რო კაცის გადმოსასვლელზე მოგვიკლეს ეგეთი ისე და ის ბაზარი რო იყო კიდე. კი, ეგ ერთი. ეხა მე რაც არ მოგეწონათ მაგას გეტყვი რა. მე გულში რა მაქვს რუსეთთან ურთიერთობის თემაზე, არც ერთმა თქვენ არ იცით და შეიძლება ბარე ორზე მეტად რაღაცეები მინდოდეს რომ გავაკეთო, მაგრამ მე როცა ვამბობ რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე როგორც აი საქართველოს მთელი ისტორიის უდიდესი ნაწილი თურქებთან ომის მეტი არაფერი არ გვიკეთებია. როგორ გეკადრება ზურა? მაგრამ ეხა შენ აგიკითხავ 1801, 1921, 1999 წელს დაგავიწყო 2008 400 წელი სტამბოლის ბაზარზე ქართველებს რომ მონება ტყიდია. დაგავიწყო ეხა სტამბული კაი საწყოზე კიდია. არ კიდია კაცო. წელი რო გავა ანუ ეს დაიწყო. დღეს ეს არის ჩვენი მტერი და ის არ არის. გვეხმარება ზურა. ეხა ეგ არის მანიპულაცია. შენ კარგად იცი რომ მანიპულაცია. ეგ არის შენი არგუმენტი, რუსეთს რო ახსენებენ, თურქეთი უნდა ახსენებენ. ეხა არის ჩვენი ერთადერთი მეგობა რა, რაღაცას ისტორიულ ექსკურსში თუ მიდიხარ, ისტორიულ ექსკურსში სადაც შენ გისწორდება იქ არ თავდება. შენ თუ დაიწყე ისტორიული ჩვენი ისტორიის ბოლო მონაკვეთზე ვსაუბრობ. ხო და ეხა ბოლო მონაკვეთი ყველაზე მნიშვნელოვანია დღევანდელობისთვის. საქართველოს წინა რესპუბლიკა რო იყო,
მან მარტო რუსეთი კი არ შემოვარდა აქ ოსმალეთთანაც ომი ჰქონდა. პროსტა იქ ბათუმში თურქეთისგან აჭარის განთავისუფლებაში რო ხალხი მოკვდა, იმათი საფლავები დღეს ყველას კიდია და ისევ თურქეთზე ლაპარაკობ. თურქეთზე რო ლაპარაკობდი, იმიტომ გითხრა რუსეთი და მაინც თურქეთზე გადავიდა. ბიჭო, კაც რო გიკლა რუსეთზე გელაპარაკები და რას გიხსნი იცი? სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე დედანატირები. შეიძლება მოგიწიოს ლაპარაკი და დიპლომატია ხალხთან, რომელიც მაგრამ როგორ უნდა ედო ზურა მაგრამ რა უნდა ედო? სად თქვი რომ ბიჭო უნდა ვერდო რო ელაპარაკები ესე კი ბაზებს რო შემოვიყვანო და ისლამით მეო დედას ხო შევჭამ რას ელაპარაკები? კაცო რისთვის ლაპარაკობ? თუ რაღაცაზე არ ის არ დაპირდა და შენ არ დაპირდი. ჩვენ ის გავარკვიეთ რომ ხანდახან გიწევს დიპლომატიური ურთიერთობები. მაგაზე ორი ხელს გიწევს. ეხა მაშინ თქვენი კითხვა გადადის, როგორი ურთიერთობები უნდა გქონდეს და რაზე უნდა ველაპარაკოთ? ეგ არის კითხვა, ხო? არა, არის კითხვა. კითხვა არის ის, რომ როცა ელაპარაკები რუსეთის ნაირ ქვეყანას განსაკუთრებით. მოლაპარაკება ხო რაღაცაზე არის. უნდა გაძლიერდე. შენ ჯერ ის ამიხსენი პოზიცია რა გაქვს? უნდა ველაპარაკოთ თუ არ უნდა ველაპარაკოთ? შეთანხმები, იმის შეთანხმებებს არ უნდა ენდო. მეგობრებთან ერთად, დიდ ტიპებთან ერთად. დიდ ტიპებთან ერთად უნდა ელაპარაკო, კი. საკითხი, როგორ უნდა ველაპარაკოთ? როგორ უნდა ველაპარაკოთზე თუ გადავდივართ, იმაზე შევთანხმდით, რომ უნდა ველაპარაკოთ. რაზე უნდა ველაპარაკოთ? ხო, ხო არა, იარაღით შევარდეთ ხო არ ვამბობ, ხო? არისტოტელეს საბაზისო ლოგიკა. უნდა ველაპარაკოთ, ხო? ხო შეიძლება რაღაცა თანმიმდევრობა, ხო შეიძლება დავარგოთ. რაღაცაზე თანხმდებით გადავდივართ შემდეგზე, ხო? ლოგიკის კანონებს ნუ დავარგოთ. თუ იმაზე შევთანხმდით, როგორ უნდა ველაპარაკოთ, მაგაზე შეგვიძლია ხომ და შენ ვილაპარაკოთ. და მოდი მაშინ მე როგორ წარმომიდგენია ეგ თემა, მაგას მოგიყვებით და შეიძლება არ დამეთანხმოთ. უბრალოდ თქვენ ეხლა როგორ უნდა ველაპარაკოთზე, თქვენ გაქვთ რაღაც თქვენი წარმოდგენები, ვითომ მე რას ვაბაზრობ და შეიძლება მაგაში არ კი, მიდი, გისმენ. რუსეთთან დიალოგის თემაზე მე მაქვს ეგეთი წარმოდგენა რა, იმათთან რაც მისაუბრია და რა სიტუაციასაც უყურებ, ჩემი წარმოდგენა არის ეგეთი. რუსებს სინამდვილეში, ეხა საქართველოსთან ოფიციალური დელეგაცია იქ რო ჩავიდეს, აი ჰიპოთეტურ სცენარს ხატავ რა, საქართველოსთან ჩავიდა ეგეთი დელეგაცია მოსკოვში. აქ ვიღაცები აყვირდნენ, ვენები გადაიჭრეს, რა ხდება, მაგრამ ნუ აი ჩავიდა დელეგაცია, ან სადმე ნეიტრალურში შევხვდით ეგ ჯობია. ცოტა შეამოკლე გისმენ, არ გაწყვეტინე. აი, სადღაც შევხვდით ნეიტრალურში რა. რუსებთან როგორც მინიმუმ რის დალაგება შეიძლება, იცი, თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ შორის დიალოგი დაიწყო, ეგ შეიძლება გაიცვალოს იმაში, რომ კაცი რომ მოგვიკლეს, აი თქვენ რომ მეუნებოდით მაგაზე ვფიქრობ. აი ეგეთი რაღაცეების პრევენციის უსაფრთხოების თემაზე უკვე შეგვიძლია აი ეხლა პროსტა საქართველოს მთავრობას იმის ტრაკი რო კონდეს, რომ მაგისი თემა დაიკეტოს. მაგაში გეთახლები, მე სხვა რაღაცას გულისხმობ. ზურა, შენ ახსენები გაქვს, ზურა. მაგათვის ეგ არის ბენეფიტი. ზურა, მაგაზე. ყველა რუსეთს უნდა მისცეთ ბენეფიტი და სამაგრო დასავლური ბენეფიტი დავკარგოთ. შენ როგორ წარმოგიდგენია მოლაპარაკებები, რომ სუის რაღაცებს გაძლევს და შენ არაფერს არ აძლევ. ეგეთ მოლაპარაკებები არ არსებობს. ანუ მოლაპარაკებები არის. მე გითხარ არაფერს არ აძლევთ, ხო? ხო, ანუ შენთან მოლაპარაკების დაწყების ფაქტი თვითონ ეხლა შეიძლება გაიცვალოს იქ რო საოკუპაციო ხაზთან ვიღაც ტიპები ცხოვრობენ. რა თემაზე მოლაპარაკების? პროსტა აი დავიწყეთ. აი პროსტა ვილაპარაკო? ხო, აი პროსტა რო საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა, პროსტა ეგ ფაქტი შეიძლება გაიცვალოს იმ უსაფრთხოების გარანტიებზე, რომ საოკუპაციო ხაზზე ვიღაცები არ მოიტაცონ. აი ეგ ხوار შეასრულებს მაგ პირობას. ეგრევე ხო გადაგვაგდებს. მოდი, ეგრევე არ გადაგვაგდებს. თუ რაღაცა კაი, 2 თვის მერე, ჰა. კაი, 2 წლის თუ კიდე რა მნიშვნელობა? 2 წელი რო ვიღაცები არ მოიპარონ. ამიტომ ჩვენ არაღიარებული სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობა დავაყაროთ. მაგათა რა შუაშია დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთთან, სამაჩაბლთან დავაყაროთ მეთქი, მაგრამ დასავლეთში რას არა, მაგასაა გაგიარებული. დასავლეთში რას გამოიწვევს? კიდი ხარ შენ. ხო, აი ხა ამაზე აღარ გავშლი. ზურა, შენ გაგდა თქვამი ძალიან რაც არ მომეწონა. ეგ არის ხაიზენა თქვამი რომ დასავლეთში. შენ გაგდა თქვამი რომ ბელარუსობაო, მეო რუსულ გუბერნიასო მირჩევნიაო და მაგაზეო თანახმა. რუსულ გუბერნიას ბელარუსობა ჯობია, კი. უბრალოდ მაინტერესებს აი შენი შვილთან ერთად რა მოცემულობა არის ისეთი რომ ბელარუსულ სახელმწიფოში აცხოვრებ. არსებობს ეგეთი გუბერნიას მირჩევნიაო გეუბნება და манипуляცია ცირაში მდგომარეობს. ეგრე რო აყენებს რას? ან გუბერნია, ან ბელარუსი. არა, კიდე ვარიანტები არის. დაცით. ხო, მაგრამ შენ ეგრე დააყენი. ნახე, შენ რო ახლა გირჩის მაგ კონკრეტულ ეთერზე აპელირებას აკეთებ. მოდი მაშინ მე მან ვიტყვი სინამდვილეში რა. არა, შენ ესე აყენებ. აი, მაგ სიტყვაზე არ გამოგეკიდე. შენ ესე აყენებ ვარიანტი მაგაში გვეტირება და ან ისა, კი ეგრე გაწყობს. სინამდვილეში გირჩს რასაც მე ვეუბნებოდი, ეგ ნელ-ნელა ხდება. ანუ გირჩთანაც და თქვენთანაც მე რა პრობლემა მაქვს? გუბერნია ხვდებით? სინამდვილეში რა პრობლემა მაქვს კომუნიკაციის რა. მე როცა ვლაპარაკობ იმაზე,
რაც ჩემი ანალიზით მოხდება. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რა მინდა. გუბერნია ხდებით. ნელ-ნელა ჩვენ ეხა რაც მივიდა გუბერნია კი არ გავწევთ. ოცნების გამო. ესე თუ გავაგრძელეთ, როგორ ესე? აი ეხა რანაირად მივიდა. ოცნების პოლიტიკით. მაგას აღწერ როგორ შეიძლება რომ დავასრულო წინადადება, ესე თუ გავაგრძელთ როგორც მივყვებით. უკრაინასთან რომ მორჩება, დიდი ალბათობა ეგენი მე აქაც შემოვარდნენ და გუბერნია კი არ იმას ვქნათ, კაცო, ნაწილი თავის ვასალებს გადაუნაწილონ, მაგალითად ოსებს რაღაც ტერიტორიები კიდე უნდათ. მაგის ალბათობა თითქმის არ არის. მაგის ალბათობა ჩემი ანალიზით არის ძალიან დიდი. კიდე გითხრა არგუმენტი, ამ წუთას რა განცხადებების გვესმის, მათ შორის რუსი პროპაგანდისტები, ირაკლი რა კაი ბიჭი ყოფილაო და ასე შემდეგ. ვინმესთან თუ არ შევარდებიან? სანამ უკრაინის ომი მიდის, ეგრე იბაზრებენ და როგორც უკრაინის ომი მორჩება, ისე მე მაქვს განსდარო კოცები ისე არის დალაგებული, შენი ფუნქცია ვაფშე იკარგება. რა კოცები დალაგებული. ორჯერ არ გააკეთეს, ამდენი წელი იწვავა კაცმა და გააკრეს ეგრე. კოცები ლაგდებიან, ცდილობენ დალაგებას. რა პარადოქსამდე მივედით, ნახე, მე ვამბობ, რომ რუსების აქ შემოვარდნის საფრთხე არის, მაგალითად თქვენ მაგისი არ გჯერათ. რო ვისარდი? არა, მაღალი, არა, ერთი წამი. დაბალი ალბათობა არის. ერთი წამი, ზურა, დღეს დაბალია. კი, უკრაინის თემა რომ მორჩება, შენ არ მეუნები, რატო არის მაღალი? მაგრამ მით უმეტეს იქ თუ წარმატებას მიაღწევს, კაცო. აქ რატო შემოვარდება? მით უმეტეს როცა ოცნებაზე ამბობენ, რომ კარგი ბიჭები არიანო. ოცნებას არაფერი დალაგებული არა აქ. კარგი ბიჭები არიან, რატო ამბობენ? ნუ იმიტომ რომ აი, მოიცა, ბოტასა სად არის? თუ დალაგებული არის. ბოტასა ვინ არის? აი, ფარცხალაძე. რუსეთში არის. და როგორ არის აი რანაირად არის თუ დალაგებული არა აქ როგორ არის და შენ თვლი რომ ეხა ფარცხალაძის თემა და ეხლანდელი ოცნებაში ვინც მოვიდან ტიპები ეგერთ სასტავია? ზურა, მე როგორც ვთქვი პატარა რაღაცეები არა ერთი სასტავი არ არის ბიზნესთან კითხო იმასაც მეტყვი რომ ევტუშენკოვი რომ იმას ურეკავს მაკედანაც არაფერი ეს პატარა რაღაცებიდან არ ჩანს მაგრამ სურათს ეს ქმნის ანუ დალაგება როგორ ხდება იცი რუსეთთან რუსები თუ არ გამოვიდნენ და საჯაროდ რაღაც არ დააფიქსირეს და ეს დოკუმენტი არ გამოაფრიალეს, ეგეთ რაღაცებში ძალიან კлауზნიკი სასტავი არიან. მაგათ სხვა არაფერი, აი ბიზნესთან ხუში რაღაცა ჩაჩურშულეს და უეჭველი ხუში ვიცი ძმაო, ეგეთი რუსებს ეგეთები, მაგრამ დალაგება ნახე რა. ანუ რას იძახი რომ ეხა საიდუმლო ტიპები არ ყავს რუსეთს და საიდუმლო ტიპები ყავს, მაგეთ დალაგება ხდება, აი ფოთის სპორტიდან ლარსამდე აქედან რაღაცა ტავარები რომ მიდის, მანდ ეხა ეს ურთიერთობა არ არის საკმარისი რომ არ შემოვარდეთ, ხო? მაგაზე ვაპარო. რატო უნდა შემოვარდეთ? უკრაინაში წარმატებას მიაღწევენო და მე გაბრაზებულებიო, იქ რო წარმატება მიაღწევს. აი გარი გამრუდებული ლოგიკა. უკრაინის უკრაინაში საკაიფოდ იყო ეგეთი ფინანსური სქემები დალაგებული და მერე ტიპები შევარდნილ. ნახე როგორ არ პასუხობს იმაზე, რაზეც უნდა მისმენს ეგრევე მეკითხება და რაც არაკომფორტული არ პასუხობს. მაგაზე პასუხობ, რატო შემოვარდებიან ნახე. როცა უკრაინაში წარმატებას მიაღწევენ. კი, იმიტომ რომ შესაძლებლობა ექნებათ ერთი და მეორე ჩვენ სტატუსი გვექნება ზუსტად იგივე, რის გამოც უკრაინას შევარდნენ. ჩვენთან თუ ეგ სტატუსი არ შეიცვალა. რა სტატუსი გულისხმობ? ნატოში და ევროკავშირში წევრიანდებით თქვენი მტრების სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანება ჩვენი ამოცანა და გვიწერია საქართველოს კონსტიტუციაში. ეგ არის შენი დღევანდელი სტატუსი. ბიზნესთან ჩუმად ვინ რა ილაპარაკა, საბოლოო ჯამში მაგრად ახატიათ რუსებს, ან მაგ სტატუსს ჩვენ ცვლით, ან ეგენი უკრაინას რო მოამთავრებენ, აქაც და შენ რო ხელისუფლებაში იყო და ეგ ულტიმატუმი დაგიყენონ, შენ მაგ სტატუსს შეცვლიდი და დათმობდი. მე ეხლავე ვამბობ, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან ნატოში წევრიანობის თემა არის ამოსაღები, იმიტომ რომ საფრთხეს გვაძლევს ანუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრი არის უგულეს საყოფი, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა უკეთ ვიცითო. გასაგები. კი, უკეთ ვიცი. ზვიადმა, მერაბმა, ქაქუსამ რავი, ყველა გმირმა შეაკლა თავი რუსეთის იმპერიასთან ბრძოლას რა. მე მაინტერესებს აი შენი კონსერვატული მოძრაობა, რომელ ქართველ გმირზე არის დაფუძნებული, რომელ იდეალზე? იდეალები ვინ ყავთ ხო? ხვალე. რასაც მე ვამბობ. ეგ თუ არ გამოვიდა და მივიდა იქამდე, რასაც მე პროგნოზირებ, აი თუ შენ ხო ეგ რაღაც პათეტიკური არ არის, საერთოდ არ არის. მე მაგალითად დამასრულებია. მე უნები პათეტიკურია და პათეტიკური რა არის, ვერ გავიგე. რა არის პათეტიკური? მე 8 აპრილს ვიდექი, პატარა ვიყავი და სკოლა დამიწოს, სახლი დამიწოს და პათეტიკას ნუ მეუნები. კი, პათეტიკური იმიტომ არის, რომ ეგ არგუმენტი შენ რომ მისვავ, არიცი ჩემი დამოკიდებულება მაგ თემას და მაგას გეუბნები კაცო. იმის მიუხედავად. ერთი დამასრულებია ხა, ამას ველაპარაკე. იმის მიუხედავად რომ მე ვამბობ რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში არის აი იმის გაკეთება რასაც ვამბობ ხვალე დავუშვათ მე არ გამომივიდა ეს ყველაფერი და რუსები აქ შემოვარდნენ მაინც რასაც პროგნოზირებ შენ ხო არ გჯერა მე მჯერა მე არ მჯერას მე ვამბობ რომ ამ თუ დაბალი ალბათობა არა ეგ რეალობა არ ჩანს და ეხა შენ თეორიულად ყველაფერი შეიძლება აი მე ხო ეგ თუ მოხდება მე მაგალითად
ვიტყვი რომ ჩემი როგორც პოლიტიკოსის მოღვაწეობა რო ეგ თავიდან ამეცილებია წარუმატებელი იყო, ეხა პოლიტიკის რო დამთავრდა, ავიღებ ჩემ პასპორტს, მივადგები გვარდიის იმას რეზერვი სადაც ამა გავლილი და ვეტყვი აგერ რიგითი მახარაძე მე-20 ბრიგადა კადრირებული ბრიგადის გამოცხადდი, სად დავდგე, საით ვისროლო. როგორ მორჩება ეგომი დაახლოებით ვიცი, არაფერი პოზიტიური პროგნოზი არ მაქვს, მაგრამ თუ მე როგორც ადამიანი, რომელიც მაგომის და მაგ მდგომარეობის თავიდან აცილებას ჩალიჩობ, 21 წელში პირველ რესპუბლიკას რო დაემართა, იგივე რო არ მინდა რომ დაგვემართოს და დიპლომატიურს რო ვაწვევი, ეგ თუ არ გამომივიდა და ომისკენ წავიდა, მე წავალ და რუსების წინააღმდეგ ვიომებ. აი ადამიანი რომელსაც აი რუსეთს ეგ არის ჩემი პოზიცია და ჩვენი ვაფშე ყველას პოზიცია რო იცოდე კონსერვატიულ ფლანგზე. არის ეგ რამდენი აფხაზეთის, სამაჩაბლოს, აგვისტოს ომის ვეტერანია ჩვენთან. შენ და წარმოდგენილი. რამე ჩამოთვალე ძალიან კაი რაღაცები და ბარემ იმაზეც გეთქვა, ვინ არიან იდეალებიო კაცო რა, პათეტიკური კაი გავიგე. იდეალი არის ყველა ვინ საქართველოს გამო ომობს. ვის წინააღმდეგაც არ უნდა ომობდეს. საქართველოს გამო, რუსეთის გამო, თურქეთის გამო. პროსტა თქვენ არა, მაგდენ ლაპარაკი რატო არის საჭირო? რაღაცები თუ კარგად არ ახსენეთ, თქვენთვის როგორ არის? არა, ეს ქართველები ვართ ეგეთი ძველი ხალხი, გაიგე? შორიდან გვიყვარს მოვლა ხოლმე. მოკლედ მე რა არ მევასება, იცი? რუსების წინააღმდეგ ვინც ომობდა, ისინი გმირები არიან, დანარჩენები ცოტა არ გვახსოვს რა. ყველა თავისთავად დიდი გვირი ვინ არის კაცო, ომობდა რუსეთის წინააღმდეგ. თქვენ არ გევასება თურქეთს რატო ახსენებთ? თურქეთის წინააღმდეგ ვინც ომობდა, რეგენს გმირები არიან. არა, ზურა. თურქეთი დღეს პატრიოტები მე თურქეთის ხსენება, იმიტომ არ მევასება რომ რუსეთის ჩასაფარს გადაკეთებ. ისე მოხდეს შეიძლება. შეიძლება, მაგრამ აჭარის თემაში სერიოზულ პრობლემები გაქვს. რატო არ გევასება შენი აზრით? იმიტომ რუსეთის იმიტომ აჯენდა გაქვს, არა, აჯენდა შენ გაქვს, რუსეთი და ჩაფარცხვა. აჯენდა არის რა, მარტივად გეუბნები რა, საქართველოს გამო ვის წინააღმდეგაც არ ქონდა. ნაომარი ის არის გმირი, ვისაც არ შეაყვარდა. ნაომარზე გამახსენე ერთ წამს. ის გადაობა იყო თუ რაღაც TikTok-ი რო ქონდა. გაერთიანებული ევროპა დაამარცხეთ მეორე მსოფლიო ომში. ეგ გადაობა იყო? არა. გაერთიანებული ევროპა დაამარცხა, ჩვენ დავამარცხეთ. ანუ სტალინმა დაამარცხა გაერთიანებული ევროპა. ანუ ფაშისტები იყვნენ ის გაერთიანებული ევროპა. კი. ხო, რავი. და მე მეგონა გადაობა იყო, მაგრამ რა, გავარჩოთ, ეხა გინდა ეს თემა? 100.000-მდე ფრანგი ომობდა ფაშისტების მხარეს. ანუ იქ რო იყო რომ აი წინააღმდეგობა და საფრანგეთი იქ რაღაც აკეთებდა, ეგ იყო მიზერული და უმეტესობა ჩვეულებრივად ვერმახტის მხარეს ომობდა. ჩეხოსლოვაკია იქნებოდა, უნგრეთი იქნებოდა, ეგ ყველა ომობდა ამათ მხარეს. ერთადერთი როგორი მანიპულაცია რო ხა შენ გაერთიანებული ევროპის ბრიტანეთის სად იყო მოკავშირეების ბრიტანეთი იყო ერთადერთი მოკავშირეებმა დაამარცხეს და სტალინმა დაამარცხა. სტალინი იყო მოკავშირე ერთ-ერთი კი, რომელსაც წვრილი ჰქონდა, მაგრამ ეგ არის ზურა რუსული ისინი სენტიმენტები, რომელსაც გაბრალებენ და მე რეკ წინს. ანუ ამას ეხა რა ის აქ იცი რომ მე რო ვახსენებ რომ უმაღლესი მხედართმთავარი ჯარის რომელმაც ძირითადი სამუშაო გაწია ქართველი იყო დაზვერვიში მე ქართველების წინააღმდეგი ვარ არა მე შენ მაგაზე იმიტომ გაქვს რომ ეგ რახან რაღაცა რუსეთთან კავშირზე მიდის ამიტომ მაგაზე არ ვილაპარაკ ისეთი საოცრება ბაბუაჩები დაჭრილია და ბაბუაჩების მოკვთ არის ისეთი საოცრება თუ შენ გარდა არავისგან არ მომისმენია და იმიტომ კი და არ მე მარტო შენ ამბობ მაგას თუ ვინმე ამბობს კიდე მე მაგალითად ვთვლი რომ და რავი ეგ ფორმულირება ვინმე მეცნიერისა ვინმე გააქვს შეხო ერკვევი მაგეებში მე მაგალითად მაგას რო ვამბობ მივდივარ რაღაცა პოლიტოლოგიური ანალიზით, ხო? არა, ვინმე სულთქავს ეგეთი რამე გარდა. არ მაინტერესებს ვინ თქვა. მე გაინტერესებს რომ მოყავს ხოლმე მაგალითად. ჩათვალე რომ ზურა მახარაძის საავტორო ფრაზა ეგ მინდოდა. ეგ მინდოდა რომ გაერთიანებული ევროპა დაამარცხა სტალინმა. შო გავიგეთ. აღარ არის სალაპარაკო. აი ინგლისი აი მოდი დავამატებ. ინგლისის გამოკლებით გაერთიანებული ევროპა დაამარცხა სტალინმა. ძალიან კაი იყო რომ დაამარცხა უნივერსალური მაგალითად. ერთ კითხვას გეტყვი აუცილებლად ბოლოს წაგიკითხავ მაყურებლის კითხვას ეს რო არ დაგიშვა შენ კარგად პოზიციონირებ იმიგრაციის პრობლემებზე რეალურად საქართველოში ბოლო 5 წელში მილიონ კაცამდე არის გასული რა და ამის 70 მივხვდები კითხვა არის ეგეთი რატო ნერვიულობს ეგ არაბებზე და არ ნერვიულობს რუსეთს და უკრაინას შემოვა არ არის კითხვა 70% ამ ხალხიდან არის ახალგაზრდა წასულიდან ეს ჩანაცვლების პოლიტიკა რო ხდება რა და იმე ქართველები გადიან და შემოდიან რუსებიც ისინიც ყველა პრობლემაა აი ამას ეს არის თუ არა რუსული პოლიტიკის შედეგი რომელსაც ივანიშვილი აფუძნებს აი რუსული სიტყვა არ უყვარს რამე თქვა არა რუსული სხვა რამეზე თქვა მაგალითად ეგ არის იგივე პოლიტიკა რა პოლიტიკამაც ევროკავშირში მიგრანტების კრიზისი გამოიწვია ანუ ჩვენთან რო გვაქვს ლიბერალური მიდგომა იმიგრაციაზე, რომელზეც
მათ შორის რეგულაციები, რაც მოგთხოვეს ასოცირებულ წევრობაზე, მაგის ნაწილი არის. მაგიტო ჩვენ ვერ უდგებით მაგ შემომავალ თემას ისე, ანუ თქვენთვის რო ეგ არის რაღაც, ანუ რაც არ მოგევასებათ ყველაფერს ხო რუსულს ეძახით, მე მაგალითად ეგრე უყურებ, რომ ევროპას ხო ეგ დაემართა პრობლემა. მართლა დაემართა ხა მიგრაციის პრობლემა ერთ-ერთი პრობლემა აქ, მაგრამ არა ისე კრიტიკული კობახიძემ რო თქვა, აი დარხეული აქ ევროპას. ნუ არ ვიცი ეგ სუბიექტური არის ხა ყველა თვითონ შეაფასოს ვის რამდენად და როგორ დარხეული აქ ეგ ისე იმასაც უპასუხე ხო რუსებს რო არ ახსენებთ ხოლმე და სულ არაბები და ისინი გავიგე იმას რო ახსენე ეგ არის გავიგე ეგ ეს პრობლემაა ოღონდ თქვენ რო არ ახსენებთ ეგ არის პრობლემა მაგას ვახსენებ ანუ რუსები სად ახსენეთ ანუ სულ არის არაბები რო შემოდიან მათ შორის კანონი უნდა გავკასდეს და ეს გავიგე ეს იმიტომ რომ ეხა ძირითადი ტალღა ეხა ბოლო წელიწადი და რუსეთის როცა იყო ახსენეთ როცა იყო ახსენეთ კი რატო შემოდიან ამდენი რუსიო კი მასიური მიგრაცია უკრაინელები ეხა ხო ახსენა რა ეგ მართლა მინდა რომ ჩავიგდოს აი სად ახსენე რომ რუსები რატო აი რა შენ არ გეუბნები რომ ეხავე აი როცა შეიძლება აი მე რა ბევრი რაღაცა ვნახე ეხა ყველაფერს ვერ ვნახავდი იმდენი ეთერი გაქვთ მაგრამ ეგ დაიწყო 4 წლის წინ თუ შენებმა რავი 4 წლის წინ ჩვენი პოზიცია რაც იყო მახსოვს აი ხა როგორც არაბებზე ამბობდი ესეც რუსები რატო შემოდიანო მასიური შემოდინება რო არის მით უმეტეს ეგ იგივე მაგათი ლიბერასტები არიან რუსების რაც აქ ყავს მეთქი ანუ იქაური ვოუქები იქ რო ომი დაიწყო აქ გამოიქცენ რა კვერცხობა ჩვენი პიდარასტები არ ყოფნის ეხა რუსი პიდარასტები გვაკლია მეთქი ეგ არის რაც მე ნალაპარაკი მონაწილეობა თუ არ უნდა ეხა ვოუქი და პიდარასტია ფიგურალურად გეუნები რავი ფიგურალურად გეუნები ანუ რუსებზე მაგ ეგ ნათქვა მე დავიცავი ძვირფასო მაყურებლებო თუ ბევრი კრიტიკა იყო თუ რატო ვიწვევთ ზურა მახარაძეს, მაგრამ მე მგონი ძალიან საინტერესო. მე მგონი საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა და მართლა ცეცხლი დავანთეთ. არა, მართლა ცეცხლი დავანთეთ. თუ გიდათ რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი ეპიზოდები, აუცილებლად გამოგვიწერეთ Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე და ეხლა გადავიდეთ მაყურებლის კითხვაზე, რომელიც ჩვენ სოციალური ქსელიდან შეიძლება პატარა რემარკა გავაკეთო სანამ გადახვალ რა. ოღონდ აი მოდი მაგასაც ჩავშლი პატარა რემარკა თუ ჩავშლი არა ნახე რუსებზე, უკრაინელებზე და ბელორუსებზე მაგალითად რატო ნერვიულობს აქ ვიღაცა ნაკლებად ვიდრე არაბებზე მაგასაც თავისი პასუხიათ რა ჩვენ კულტურასთან მეტნაკლებად ინტეგრაციის საშუალება დაუშვათ იგივე ევროპელს, იგივე სლავს უფრო მეტად შეუძლია ვიდრე ინდოელს. ეგეც ობიექტური მოცემულობა. ინტეგრაციის საშუალება შეუძლია თუ შენ უფრო მოგწონს ის. არა, მომწონზე არ არის, უბრალოდ ობიექტურად. ინტეგრაციაში რას გულისხმობა? ჰაერს ვერ ეგულებია. ანუ თომახიძე თემურლეგის საფლავზე როდის წავა მეორე ჯერ გვაინტერესებს. ხო, ეგ ვაფშე რაღაცა ეპიკური კვერცხობა იყო, ანუ ნახე, კულტურა, ქცევა, დამოკიდებულება, საჯარო სივრცეში მოქცევა, ჰიგიენა, მათ შორის ძალიან ბევრი მაგაზე მართლა ჩის. ხო, ანუ არის რაღაცა კულტურული ფენომენები, რომლითაც ესენი უფრო ადამიანურად ჩემი აზრით მიდგომა უნდა იყოს ერთნაირი. გეთახმები. ხო. აბსოლუტურად გეთახმები. დიფერენცირებული და მათ შორის როცა ერთზე ვსაუბრობთ, იმდენი კითხვა შემოვიდა მაყურებელს რა ბევრი და მე მართლა ჩავმიგდე, იმიტომ რომ მე მართლა სამი თუ შეგხვდებოდი, რომ მე მახსოვს რომ არ გიხსენებიათ რუსები. აი მე რაც გითხარი, ეგ ნახე, ერთადერთი პრობლემა არის 4 წლის წინ რო იყო, მაგის მერე, რავი, ორჯერ წაგვიშალეს ყველა გვერდი, ამიტომ თუ ვერ ვიპოვე მაპატი. არა უშავს, კარგი. შეიძლება ვერ ვიპოვო. ეგ რავი, კინწურაშვილის კანტორის იმდენი რამე გაქვს შენ საპატიებელი, მაგას ნახდად გაპატი. კინწურაშვილის კანტორას მოკითხე წელიწადში ერთხელ ყველა სოციალს რო გვიშლი და ვიბრაზდებიან ჩვენი მაყურებლები. ერთი ამოვარჩიე, აიმდენი ხანი გაგვიგზელდა რომ ბოდიშით რომ მეც ვერ კითხულობ ჩემო მაყურებლებო. მოკლედ ერთი ავარჩიე ესეთ. მაინტერესებს რას ფიქრობს ქართულ ფარაზე და ფიქრობ თუ არა რომ მართებულია ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ ანონიმკას, ანუ ანონიმურად საჩივრის შეტანა. საკმარისია, მე ვფიქრობ რომ ეს ადამიანი მალულად ფინანსდება უცხოეთიდან. რის საფუძველზეც ამ კანონის მიხედვით ანტიკორუფციულ ბიუროს და სხვა ორგანოებს უფლება ეძლევათ მოახდინოს ზემოხსენებული ადამიანის სახლში, ოფისში შესვლის, ჩხრეკის, ჩატარების, პირადი საკუთრების, ტექნიკა, დოკუმენტი და ასე შემდეგ წაღებისა და განუსაზღვრელი ვადით კომპენსაციის, ხოლო შემდგომ რაღაც ინფორმაციის, რაც უსაზღვრო ინტერპრეტაციის საგანია დაპატიმრების. არ დაგავიწყეთ ამერიკაში საჩივარზე მოქმედება მოთხოვს მეტ ინფორმაციას საჩივარში, სასამართლო განხილვასა და შესაბამისად სასამართლოს დასტურს რომ ჩაატარებს შრეკა და ყველა სხვა პროცედურას. მე მგონი მარტო თუ პასუხებს არ მომწონსო და დამთავრდება. არა, უფრო კომპლექსურ პასუხს გასცემ ფარას კანონზე. მან თქვა ეს რუსული კანონი, ამერიკული კანონი, მაგაზე მიდის დავა. მე მაგალითად ფეხსემ კიდე ეგ რუსული კანონია თუ ამერიკული კანონი, ან ჩვენ შეგვესაბამება ან არა. სუდი, მე მაგითი ვარ ყვევ რა. სადაური პორტუგალიური იყოს.
შეგვესამება თუ არა ეკანონი. რუსული კანონი იყო, აი ზაღლი რო შარდავს, ხო იცი? და ტერიტორიას რო სასმავს. ეგრე მოაშარდინა პუტინმა ყველა თავის ქვეყანას. ეგრე მოგვაშარდინა ზუსტად და აფხაზებმა არ მიიღეს და ჩვენ მივიღეთ. შენი პერსპექტივა გავიგე? ჩემ პერსპექტივას მოკლედ მაყურებლის კითხვის მოკლედ ვცემ კომენტარ მაყურებლის კითხვაზე პასუხ ვცემ ესე. ჩემი აზრით, უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური აქტორებზე კონტროლი უნდა იყოს. მათ შორის მე რომ აბრალებენ რომ ეგენი კრემლისგან და რუსეთისგან ფინანსდებიანო, მივესალმები რომ შემოვიდნენ, თავიდან ბოლომდე შეგვამოწმონ. ჩემ ფეხებს იპოვიან შავი ფულის გზები არის. აი მე მაფინანსებ ჩემ ხარდამჭერები. ამიტომ მე მივესალმები. ეჭვი არ მეპარება რომ დაგაფინანსებს და შენი ამორჩევი. კი, ამიტომ მე მაგალითად მაგ თემას მივესალმები, ოღონდ ქართული ოცნება რომ მაგას არა მართლმსომიერად გამოიყენებს, როცა სასამართლო არ გიუარგა, როცა სულად პოლიტიზირებულია და ეგ კანონი არის ინსტრუმენტი, მაგალითად ჩაკუჩი შეგიძლია ჩააჭედო ლურსტები, ან გაუტეხო ვიღაცას თავი. ქართული ოცნება მაგას თავის გასატეხად გამოიყენებს. დასასრულისკენ უნდა წავიდეთ. მადლობა პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს, ვინც აქამდე შემორჩა ამ პოდკასტს, რამდენხნიანი ნერვები ვისაც გაუძლო. აუ, ოღონდ ეხა ესენი არ შე ყველა პარტიას რო თავის ფანები ყავს, ნაცებს ხო ნალანძღი ვყავარ, გახარიას ხო ყველა ამათაც ყავთ, ეხა ამათები შემოვარდებიან, გაუძელი შემოსევა იწყება და მაგაზე მიხვდებით რომ ესე იგი კარგი ეთერი გამოვიდა. მე მგონი კიდევ ერთხელ დავაფიქრეთ. მინიმუმ ნახვები ბევრი იქნება, ლანძღვა ბევრი იქნება, მაგრამ ნახვები შევთანხმდით იმაზე რომ ვერაფერზე ვერ შევთანხმდით და ამ პოზიტიურ ნოტაზე თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს აუცილებლად და გადმოდით კონსერვატორების მხარეს. კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნოთ, რომ სიტყვის თავისუფლება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაშინაც კი როცა შეიძლება სხვა, ესე ვთქვათ, შეხედულებები გააჩნდეს ადამიანს. მადლობა ყურადღებისთვის.